გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ერეკლე. ეს არის ჩემი არხი, ამარს ქვია Wine Talk-ი და ჩვენ ვიმყოფებით ჩემ ბარში, რომელ ბარსაც დავარქვი Wine Talk-ი. ხო, ჩვენი სტუმარი არის დღეს ჩემი ლექტორი და მეგობარი ქალბატონი ქეთევან დევდარიანი. მოგესალმები ერეკლე, გილოცავ ბარის გახსნას. Wine Talk-ის და ვფიქრობ ისეთივე წარმატებული იქნება შენი ბარი, როგორც შენი ნაწერები იყო, რადგან ლექტორი არ გამომაცხადა. შენ დაწყებლე თუ დავლოცე. ხო, ქეთი მწერლად გამომაცხადა და დაახლოებით ეგრე გამოვიდა, ხო? ხო, ერთი-ორი სიტყვით ამ კონცეფციაზეც მოვყვები ჩემი ბარის რა, თან შენც აგიხსნი, რომ მოკლედ მეგობრებო, ეს არის ბარი ღვინის. შეგიძლია მოხვიდე, რაღაცა პრეფართვისთვის გაერთო, ცოტა დალიო, გახურდე და მე რაღაცა წახვიდე, სადმე ტანი ამოძრავო, სადაც გაგისწორდება რა. ან იჩხუბო. ხო, ჩხუბი არ გვინ. არა, ზოგადად საშუალება ყველა. მე სხვათა თვრალი ძალიან აგრესიული ვარ. მართლა? კი. ასე რომ დამისვი. მოდი დაგისხამ. არა, იშვიათად სვამ და ადრე ახალგაზრდობაში რომ დავლევდი. მინდებოდა ცეკვა და ეს ძალიან სასაცილოდ გამომდის. თან ხვდებოდი რომ სასაცილო იყო და კიდევ ვცდილობდი რომ ორმაგად სასაცილო ყოფილიყო, რომ ვითომ ვხუმრობ. მაგრამ ნუ ცეკვა მინდოდა რა, რომ და მე სხვა კიდევ უფრო შემდგომ პერიოდში რაღაცა სიმართლეების თქმა მინდებოდა, რაც იწვევდა გარდაუვალ ჩხუბს. სიმართლეებისთვის და აი აგრე, ხო, იქვე სხვისთვის და არა ისო დააშიარო რამე შენი გულწრფელი აზრი. არა, ხო, სხვებისთვის მიხლა რაღაცა. კიდე ერთ ფაქტს გეტყვი სასაცილოს, ანუ ღვინის ბარი კი მაქვს, მაგრამ გახსნა, კარგად არ ვიცი რა ღვინის და ამიტომ ჩემი მეგობარი და სომელიე, რომელიც მაკუნა ზრუნავს ჩემი ბარის, როგორ თქვათ, ეს რო თქვათ, ხარისხიანი ღვინოს მოწოდებაზე, დაგვეხმარება, რომ ეს ღვინო გავხსნათ. და მე დაგისხამ. ხო, ესე იგი თვალზე, ანუ თვალზე აპირებ რომ დაამუღამო გახსნა თუ კი, ბარში მეც ვიდგები რა. ანუ ხო, ეგ მაინტერესებდა, აპირებ რომ იდგე და ასხა. კი, აი მეგობრებო, აქ რომ მოხვალთ ბარში, მეც დავდგები აქ ბარში და რა ვიცი, ღვინოს დაგისხამ, ვისკის დაგისხამ და რა ვიცი, სიგარასაც შემოგთავაზებ, რომელიც გაგიხარდება. იცი რა, მასპინძელი, ჩემი გამოცდილებით ვამბობ, როგორც თქვათ სტუმარი, მასპინძელი რო ხდება და თვითონ რო რესტორანშიც, ბარშიც, ნებისმიერ სალონში, სადაც მიდიხარ, ხო? რაღაც სხვანაირად ყუდრო და კაი პონტია. მასპინძელი რო გისხავს, გირჩევს რაღაცას, იცნობს, ახელი იცის შენი. რაღაც სოციუმად ყალიბდება მე კლიენტი და ის კი აღარ არის ბარი. უკვე სამეგობროს ემსგავსება და ეგ კარგია. ასე რომ შენ რო აქიდგები, ეგ მაგარია. მაგარია, კი. სხვათა შორის ეგ გამოცდილება მქონდა რაღაც 1-4 წლის წინ თუ რაღაც ეგეთი პარიზში ვიყავით ოჯახთან ერთად და რაღაც სეირნოვდით და იქ დაახლოებით აი როგორ ის არის, აი კორპუსების ქვეშ სულ რესტორნები, აი ეგეთი ის არის და აი ესეთი კაი სტეიკის რესტორანი იყო, ანუ არ იყო რაღაც აი პატარა რესტორანი, კაი დიდი რესტორანი იყო და რო შევედით, ანუ თვითონ ჰოსტი იყო მე პატრონა რა. ანუ ის კაცი, იმ კაცს ეკუთვნის რესტორანი და აი თვითონ მოდიოდა და ღვინოებზე და მოგ ხო და ღვინოებზე და რა ვიცი ხორცზე და რაღაცებზე გველაპარაკებოდა და აი ძალიან კაი გამოცდილება იყო რა, ანუ სასიამოვნო გამოცდილება იყო ძალიან. 1-2 სიტყვით ამ ღვინოზეც მოგიყვები. რა ღვინოა, როგორი ღვინო არის? კაი სუნია, კი. ეს ღვინო არის, ანუ ამ ღვინოს ქვია რაჭული თეთრა რა. და რაჭული, შეხ რაჭიდან ხარ? არა. რაჭაში ხო? ჩემი შვილია რაჭა. ხო, არა, იმიტომ რაღაც ისტორია გაქვს მოყოლი რაჭაზე და რაღაცა მაგით. რაჭაში ვისვენებდი და ხო და თეთრა არის ესეთი ერთ-ერთი ყურძნის ჯიში რა და აქედან არის გაკეთებული, აი ძალიან გემრიელი ღვინო არის. და რაჭა ესტეიტი აკეთებს რა, ესეც ოჯახი არიან და მარანი აქვთ და თვითონ აკეთებენ და ძალიან გემრიელი ღვინოა მართლა რა და ხო და მაშინ გაუმარჯო შენს წამოწყებას რაჭული თეთრათი და წარმატებები. კი. კეთი, რა მინდა გკითხო კი არა და როგორ ვერცი? ეხა მაინც უფრო მაინტერესებს შენი გამოცდილებები რა და ცხოვრებისეული თუ ხო, ანუ ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცა გაკვეთილებს ხო სწავლობთ რა და მე მქონდა ესეთი ეტაპი რომ მოკლედ რაღაცა შემიძლია რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად დავყო რა, აი ერეკლე 19-20 წლამდე და ერეკლე 20-დან დღემდე.
და რა ის იყო, იცი ცვლილება ჩემში, რომ უბრალოდ 20-დან დღემდე არის ძალიან ცოტა გასული ჯერ. კი, გეთახმები, რომ მაგრამ იქ ხო აი 1-დან 20-მდე ხო არის თუ დაახლოებით იცი რაღაცა 16-დან ეს შეიძლება რა, რაღაცა 12-13-დან. და მოკლედ ახლა გურამიშვილის, დავით გურამიშვილის დიდი ის არ ვარ, ქვია ფანატიდან, დიდადაც არ ვარ ახლა რაღაცა ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და რაღაცა ეს, მაგრამ რაღაცა გამოსვლები რაღაცები მაქვს წაკითხული რა და დავით გურამიშვილი აი ჩემ ცხოვრებაში სუპრევალირებდა ეს. აი მაგალითად მამა ჩემს აღქნა თქვამი რომ რაღაცა აი განათლება არის ისო, რასაც აი პროსტა ვერ წაგართმევენო რა. ანუ აი ეს აი შეიძლება ხო სახლი წაგართვან, რაღაცა ნივთი წაგართვან, ფული აი რა ბევრი რაღაც შეიძლება წაგართვან, მაგრამ განათლება არის რომ რასაც ვერ წაგართმევენ რა. და კონტრაბანდადაც გადაიტან ნებისმიერ საზღვარს. და კონტრაბანდადაც გადაიტან. კი და შეიძლება ძლავრი იარაღი არის, რომელიც შეიძლება ცუდადაც გამოიყენება, ან კარგადაც. ნუ ეგ კიდე ცოტა სხვა თემა, კარგი ცუდი რა არის. ხო და ეგ მაგას ხო მეუბნებოდა და რაღაცები ხო არის შენ ცხოვრებაში, რომ ანუ პროსტა ილექება თუ რაღაც ეგეთი ხდება რა, აი ეს. მე რაღაცა ბებია ჩემი ყოფდა ამ ლექსის ეს სწავლის ისე რა ქვია, კენწეროში გაატკბილდები და წარეა და რაღაცა. ხო და მე უცბად ანუ მაგის იდეა ხო რა არის რომ შეიცანი თავის შენი. ხო და აი მაგ 19-20 წლიდან, აი 19-20 წლამდე უფრო ვიყავი რომ აი აბა შენ ანუ სხვებს აი სხვების რაღაცები მაინტერესებდა და მე მივხვდი რომ ჩემი თავი არ ვიცი რა. აი ვიღაცა რომ ელემენტარული რაღაცას მეკითხავდა, აი რა ფერი გიყვარს, ან რა ფერი მოგწონს ან რაღაცა. ანუ ძალიან ქაოსი ხდებოდა რა ჩემი მასში რა. ეს ხო პროსტა მარტივი კითხვა ვიგულისხმობ. ხო და მე რომ დავიწყეს ჩემი თავის შესწავლა რა და რაღაცა მაგ პროცესში ვარ ეხა. ეხა შენ რადგან ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს? აი რას დილობიანად ვიტყვი, რადგან ჩემზე ბევრად დიდი ხარ. ისწავლეთ როგორ უნდა ლაპარაკოთ. არა, მე უფრო თან ისიც ვიგულისხმობ, რომ წლებზე ხო არ არის გამოცდილება. არა და სხვათა შორის შენ პირველი შენიშვნა რა მომეცი გახსოვს? ეიჯიზმზე, ხო. შენიშვნა. ცოტა შენიშვნა იყო, მაგრამ მივიღე კი. იმიტომ რომ ეგ სტერეოტიპია. მაგრამ როგორც არ უნდა სტერეოტიპად მონათლო ეიჯიზმი, გამოცდილება მაინც მოაქვს ასაკს. შეიძლება იყო უფრო ჭკვიანი. კი. და ბევრად მეტი გესმოდეს და ბევრად სიღრმეშიც და სიგანეშიც შეგეძლოს გასვლა ასაკზე არ არის ნაღდათ ეგ. მაგრამ რაღაცები რომ მოასწრო, რომ დააგროვო შეცდომები თუნდაც. მაგას ასაკი მჭირდება ყველა ვარიანტში. ხო, გეთახმები. თან შეცდომები უფრო საინტერესო ცხოვრებაში არა, ვიდრე ნუ გააჩნი შეცდომას. გამოსწორებადი შეცდომებია საინტერესო და ის რომელიც რაღაცას გასწავლის. არის შეცდომები, რომელიც შეიძლება შენს ან სხვის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს, ან რაღაც ფატალურად აზიანებს. ეგ შეცდომა უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად პრევენცირდეს. პრევენცირდეს, მაგრამ დანარჩენი ყველა შეცდომა ძალიან ტკბილია. არ უნდა ინანო. ხო და აი ერთი აი პატარა კითხვა და მე კითხავს რომ აი არის შეცდომა რომელიც უნდა გამოვასწორო და არის შეცდომა რომელიც უბრალოდ ვერ სწორდება და ეგეთი შეცდომა აბა დაგიშვი ხა შანსი არ ვარ დაგეშვა რაღაც ეგეთი შეცდომა რომ ვერ გამოვასწორო. ანუ არ სწორდება, პროსტა შეცდომაა ხო? თუ არ ქონია ეგეთ რაღაც. როგორ არა, იცი რა, უბრალოდ სახელების და გვარების არა, არ ვარ. ვეკითხე რა ისწავლე მაგისგან, მაგარ რა მოგცა თქვა ეგ მაინტერესებს. ხო, ისეთი შეცდომა ხა გულახდილად რომ გითხრა, ისეთი შეცდომა, რომელსაც რამე ფატალური შედეგი მოყვა ჩემთვის ან სხვისთვის. ხო, არ დამიშვი, იმიტომ რომ მაგათ თუ ჩათვლი შეცდომა, რომ ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი და ეს ზოგადად შეიძლება იყოს შეცდომა ადამიანის ცხოვრებაში. მაგას ისეთი დიდი საჩუქარი და ბონუსი და რა ვიცი ბედნიერება მოყვა შვილის სახით რომ აღარ ითვლება მე ის შეცდომად ხო რაღაც ან კიდე ვიღაცასთან ურთიერთობა რომელიც დასრულდა ცუდად ვიღაც მეგობართან ურთიერთობა რომელმაც შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყა მე არ მახსენდება ხა მეგობრების არჩევა მართლა კარგად ვიცი მაგრამ ესეც არ ძალიან ტკივნეულად და ტრაუმულად ან არ უნდა აღიქვა უბრალოდ უკვე შეიარაღებული ხარ და ეგ როგორ არის აი იმუნიტეტი გიმუშავდება. ბავშვობაში რატო ეუბნებიან მშობლებს, რომ ატარეთ ბაღში, შეხვდეს ის ვირუსები, გახდეს აუთ, იმიტომ რომ რაღაცები გჭირდება ცხოვრების გზაზე პატარაობიდანვე, რომ ცოტა იმუნიტეტი გამოიმუშაო რა. თუ ყველაფრისგან სტერილური ხარ, მე შეიძლება 35 და 30 წლის ასაკში ისეთი რაღაცისგან ჩავარდე შოკში. რა ჩვენ მატოლებო უკვე გადახარშეს, გამოიარეს, აღიარეს და ასე შემდეგ რა და ხა ჩემი ისეთი შეცდომა ალბათ მაინც არის რომ როცა მქონდა ყველაზე კაი პერიოდი რომ ბევრი რაღაცაი ფუნდამენტური ცოდნა დამეგროვებინა
ცოტა არასწორად მივმართე ეგ ენერგია და მაგას ცოტა მართლა ნანობ ხოლმე, იმიტომ რომ მე რო ვიყო შეიარაღებული ძალიან კონკრეტული ცოდნებით. აი მაგალითად როგორიც არის კონკრეტულად აი პროგრამირება რა, ამის ცოდნა. ან ექტნობა სიტყვაზე, ან ძალიან მაგრად საჭმლის გაკეთება. ხო, მე გულისხმობ ისე კი არა რაღაც ზედაპირულად. ხო, მაგრამ ეგ ხო უბრალოდ პროფესია. ასაკი როცა გაქვს ამის რა, როცა შეგიძლია რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგრად გაითავისო. ხო, მაგრამ მაგას ხო ეხა ეს ანუ ექტნობას და პროგრამირებას ეს ხო ვერ ისწავლი, ანუ იგივე რომ ხა შენ უბრალოდ არა, აი მაგას ყველაზე კარგ ასაკს ვიყენებთ ხოლმე ყველაზე ცუდად რა. და ეგ არის. ეგ აქონის ხიბლით ეგა მაგასაკის რა, ანუ თუ ეგრე ყველაფერი კარგად გამოიყენე, მაშინ შეიძლება უინტერესოს გახდეს ცხოვრება. ეგ არის. ასაკში აღარ გინდა და როცა შეგიძლია ფინანსურად რაღაც აღარ გინდა და ახალგაზრდობაში როცა არ შეგიძლია რაღაც გინდა სხვანაირად ფინანსურად ან ისე არ შეგიძლია. ანუ არ ემთხვევა ხოლმე შესაძლებლობების სურვილები. ხო და აი ძირითად კითხვასთან რომ მივიდეთ მე რა, ანუ ან შეიცანი თავი შენიზე რაც იყო. ძალიან კაი ღვინოა და მოხსოვ შენის ნებართვი. კიდე ბევრი მაქვს კიდე და ძალიან გამიხარდება თუ კიდე ბევრს დალევ. ხო. ნახოთ აბა მე განსხვავება პირველ და ბოლო წუთებს შორის. ხო. ის როგორ არის? მე კეთი ვარ გამარჯობა და ჩემ პირველი ჭიქა. აი, ბოლოს ესე დამდგე. ეხლა მაგარ რაღაცას მოგიყვება. კაც კლავს რა და მოგეთ პადუაში ტუპი მაგდა. შენი შეიცანი თავი შენის პროცესში რო ვარ რა, ანუ იდეაში მე ეგრე ვყოფ ხო რაღაცა მაგ ეტაპზე ვარ, რომ აი ლურჯიაბი თუ წითელიაბი რა. ეს ფილმიდან რაც არის მატრიცა და აი მაინტერესებს შენი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, რომ აი შენი თავის შესწავლის პროცესში აი სად მიხვედი, რა მეგიყვანა, რომელი აბიდალიე, ან რომელებს დალევდი, ან რო დალინანო თუ არა და სხვას დალევდი და ასე შემდეგ. აი მე მინდა რომ 2012-ში ყველამ რომ წითელი აბიდალია, მაშინ ლურჯი დაელია და მე პირიქით. ზოგადად მე პირადად ეხა ხუმრობის გარეშე გონია რომ ამბავი და სულ ამას ვამბობთ, შენ მოწმე ხარ, სულ ამას ვამბობ. ამბავი თუ გინდა მოხდეს. და თუ გინდა რომ შენ ცხოვრებაში და ფიქციაშიც რაღაც მოხდეს, წითელი უნდა დალიო. და თუ გინდა რომ რაღაცა იყო ისე როგორც ხარ, შენი კომფორტ ზონაში. არც არაფერი იცოდე, არც არაფერი შეიცვალოს. რაღაც ილუზია შეინარჩუნო, რომელიც შეიძლება მოგწონდეს და სიმშვიდის განცდას გაძლევდეს, რაღაც გარანტირებულის, მინიმალურის, მაგრამ გარანტირებულის განცდას. მაშინ ლურჯს ირჩევ. ზოგჯერ როცა ტკბილია შენი იმ წუთიერი ყოფა, ლურჯისკენ გიბიძგებს რა, რომ მოდი რა ყველაფერი ეხა ძალიან კარგად არის და მოდი ასე იყოს. მაგრამ მე ვფიქრობ, თუ გვინდა ამბები მოხდეს, მატრიცა გაირღვეს. საბოლოო ჯამში მაინც არაფერი არ იცვლება ხოლმე, მაგრამ ნუ თავგადასავლისთვის წითელი ჯობია. მე ვარ ადამიანი, რომელიც ირჩევს წითელს. სულ ჩემი ბიოგრაფიაც არის წითლის არჩევა. სულ არა, ნუ ყოველდღიურად იცი რა, რო დგები. გამოცდილებაზე არ არის ეგ დამოკიდებული. რო დგები დილით, მაშინაც გიწევს წითელსა და ლურჯს შორის არჩევა. პატარ-პატარა არჩევებს ვაკეთებ. მაგრამ გლობალურად წითლის სამრჩევი ადამიანი ვარ. პირდაპირ მნიშვნელობითაც გადატანა. და თან წითელი უფრო მიხდება. და არ ფიქრობ, რომ აი ეგ წითელი და ლურჯის არჩევანი რაღაცა გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ანუ ნახე რა გულისხმობ, რომ აი რაღაცა 20 წლის რო ხარ, გამოუცდელი რო ხარ და აი გინდა რომ აი რაღაცა ამბავი გადაგხდეს და აი რაღაცა ეს თავგადასავალი შეიძლება სადღაცაც რავი 60 წლის რო ხარ ან რავი 70-ის, პირობითად ან 50-ის რაღაცა შეიძლება იმდენი კონდეს გავლილი რომ იცი რა მოდი ახლა ლურჯს დავლევ რა. მაინც ესეც შენ თქვის არ იყოს სულ ამბობ არ გვინდა ეიჯიზმიო, მაინც დამოკიდებული არის იმ 50-ის ხარ თუ 20-ის გააჩნე იმ მომენტში, რამდენად გინდა შენი კომფორტის ზონის დატოვება. შეიძლება 60-ის იყო და მოგიწიოს ცხოვრებისეული გარემოებების გამო, ან ბევრი სხვა რაღაც გამო რადიკალურად შეცვალა შენი ცხოვრება. გუშინ უსმენდი ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც ოლეგ წინკოვს ხო არა? ხო. მაგარი ისტორია აქვს მაგას. ხო და მაგარი ისტორია წარმოიდგინე, ავად არის. ეხა ეგ თან ფული აქვს.
აი ნახე მოცემულობა როგორ ძალიან ბევრი ფული და ავადარი. მაგ დროს რა შვები ცდილობ რომ ბოლომდე შეირგო ისინი დარჩენილი ცხოვრება. ანუ გადალახა მაგას. გადალახა, მაგრამ ხო არ იცოდა რომ გადალახავდა. ეხლა გადალახა. ეს პოსტფაქტუმ ვიცით რომ განიკურნა. და როცა ავადი იყო, მაშინ ხო დაიწყოს და 3 წლის წინ უკვე გახსნა რაღაცა ონლაინ ბანკი და აღარ იცი ხო. მაგას სხვათა შორის არ ხო და თან გაიქცა ქვეყნიდან და რა. წაართვეს ყველაფერი რაღაცა ნულიდან დაიწყო. ნულიდან, კიბოსთან ერთად, ანუ მინუს იქიდან დაიწყო. ქვეყნიდან გამოაძევს პასპორტი სხვა იყო, ანუ ყველაფერი, აი ხო იცი რაღაც კომპიუტერულ თამაშებში რომ please try again და აი ეს და თავიდან რომ უნდა დაიწყო ტური ეს ისე წარმოიდგინე კომპიუტერულ თამაშიც კი გეზარება რაღაცა ლეველებზე რო ახვალ მე ჩამოვარდე ნულზე და ეხლა ცხოვრებაში როგორ რთულია მაგრამ ეგ ამით არის საინტერესო ცხოვრება საინტერესო ხდის წითელი აბის არჩევა ყოველჯერ და მეც ვცდილობ ჩემ თავზე ცოტა მეშინია ხოლმე რომ უკვე ლურჯი აბისკენ ხო არ მივდივარ ნელ-ნელა უშე ლურჯებში ხო და ზარმაცი და რაც თავი ყველაზე დიდი შიში იცი რა არის რომ აი ცნობის მოყარეობა არ დავკარგო ეგ მოაქვს ასაკს მე რომ რაღაცები უბრალოდ აღარ გაინტერესებს ახალი ადამიანები ახალი შეგრძნებები გონია რომ უკვე რაც გაიარე დაახლოებით ისეთი იქნება რა დანარჩენი ყველაფერი და ცნობის მოყარეობის დაკარგვა მათ შორის ნიშნავს რეალურად მეტაფიზიკურ ცხოვრებას ამთავრებ რა მე უბრალოდ არსებობ ჯამგძინავს რაღაც და ცნობის მოყარეობა არის რომ აი შეგიყვანს აი გამოივლი ამ ბართან ცნობის მოყარეობა უნდა შემოგახედოს ხო მაგრამ აი მე სხვა შორის ძალიან მიყვირდა მათ შორის ეგ არის აი მაგრამ მე სხვა შორის ძალიან მიყვირდა ბებია ჩემის მე ორივე ბებია ძალიან მიყვარს რა ერთი გარდამეცვალა და კაია ბებია არის ყველაზე საყვარელი არსება ხო და მოკლედ რას გზნობდიცი ამ ბებია ჩემს რომელიც გარდაიცვალა რომ აი რაც 84 წლის სადაც ეგრე გარდაიცვალა რა ძალიან ნუ ასაკოვანი იყო და აი თუნდაც დემენცია რო ჭირდა რა აი მაინც აი ასაკენ აი 70-75 და რაღაცა მე ფაქტობრივად მის ხელში გავიზარდე რა რაღაცა მუსიკას მასწავლიდა და პიანინო და რაღაცები და აი გზნობდი რომ ანუ რაღაც მე 22-ის ვიყავი თქო ანუ ამ ქალს უფრო ქონდა ეს სიცოცხლის წყურვილი რატომ აი არ ვიცი რა ეგეთ შეგრძნები რომ აი ვიდრე მე რა მithunაც აი პანდემიის პერიოდში თან მithunეთეს რა პანდემიის პერიოდში ძალიან მიწექი და რაღაცა კი არის ესეთი ხალხი მე ვამბობ საშუალო სტატისტიკურად როგორ არის ადამიანი რა ორგანიზმი როგორ არის მოწყობილი ორგანიზმი არის მოწყობილი ისე რომ რაც მეტი წელი გადის მით ნაკლებია შენი აღრთოვანება ინტერესი ვნება სამყაროს მიმართ მაგრამ ბებია შენი გამონაკლისია ისევე როგორც შეიძლება 15 წლის ადამიანს კონდეს და მე პირიქით მეგონა რომ ეგრე იყო ჩემი მაგალითად შეიძლება 15 წლის ბავშვს უკვე ყელში კონდეს სამყარო ამოსული ან არა ინტერესებს ან კლინიკური დეპრესია კონდეს და შეიძლება 80 წლის იყოს ადამიანი და კიდე ბევრი ინტერესი კონდეს და ამას ევროპაში უფრო ხედავ ხოლმე რა რომ აი მაინტერესებთ ახალგაზრდებთან ლაპარაკი თუნდაც ბარში შევლა თუნდაც მუზეუმში მისვლა გარეთ სეირნობა სხვა ქვეყანაში წასვლა და ალბათ ცხოვრების ხარისხსაც მოაქვს ეს მაგრამ ზოგადად ადამიანი რაც უფრო პატარაა მით უფრო მეტი რამე აინტერესებს ეს ფაქტია პატარა რო ხარ ყველაფერი უფრო გემრიელია უფრო საინტერესოა, უფრო მეტ დოპამინი მოაქვს. აი სულ ამბობ ხოლმე ხა პატარაობაში რომ მე ნახა ის რაც მე უკვე დიდობაში ნახე. მე საბჭოთა ბავშვი ვარ, ხო იცი და შემოსაზღვრულ გარემოში გავიზარდე და. მაგრამ ხა დიდად ხა იმ მაინც იმ აზროვნებაში არ გაზრდილ ხარ ხა აი რომ მაინც უფრო პატარაობა იყო შენ. არა, ძალიან ჩემთვის ვინმეს რო ეთქვა, აი წარმოიდგინე, შენთვის ძალიან რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ რო დაინგრა ეს ყველაფერი დაბადებულიც კი არ იყავი. ჩემთვის ვინმეს რო ეთქვა რომ დისნეილენდში ჩვეულებრივად შეიძლება რომ ადგე და წახვიდე იყო აი ფიზიკურად შეუძლებელი წარმოსადგენი და ეხლა ეს ბავშვისთვის არ არის ეგეთ დაუძლეველი ფინანსები ჭირდება მარტო მეტი არაფერი რომელიც არ არის პატარა პრობლემა მაგრამ მოგვარებადი მაგრამ ხო გადალახავდა ხო და ის არ არსებობდა ის სამყარო იყო როგორც მარსი რა აუ მეც რა მაინტერესებს აი პირადზე არ გეკითხები უბრალოდ პირადიდან გამომდინარე მაინტერესებს შენი აზრი რა ესე რო თქვა აი ეხა მეტრაკლებთ ეხა კარგად შეიძლება არ გიცნობ მაგრამ რაღაცა შენი სერიალი რაღაცა ასე თუ ისე მგონია რომ რაღაცა აზროვნების წერტილი სადღაც ერთ წერტილზე ვართ რა ნუ რაღაცა თანხwebdriver გვაქვს აზრების რა და ასე შემდეგ რა და ანუ წესით შენი აზროვნების ადამიანი ანუ მაგ ღირებულებების სისტემის თუ ასე შემდეგ აი ადრე არ უნდა გათხოვილიყო რა პირობითად და იცი რა მეტრესე
ეგ უბრალოდ რაღაცა მოცემულობა იყო, ანუ პირადს არ გულისხმობ, რა პირადი დეტალი. არა ხო რა, პირადი იყოს რა პრობლემაა. ხო, არა, ნახე, ეგ იყო უბრალოდ რაღაცა მოცემულობა ეგეთი თუ უბრალოდ მაშინ ქონდა ეგეთი აზროვნება, რომ ანუ it's okay ადრე გათხოვება და მე რაღაცა შეიცვალა შენში, რომ მე შეგეცვალა რაღაცა აზროვნების წერტილი რა. ჩვენს აზროვნებას აყალიბებს ჩვენი კულტურა და კულტურის პოლიტიკა და აი ეგ როგორი რაღაცა იცი, როცა მაშინ ეხლა მიკვირს რატო ვიტანდით ძალიან ბევრ გაჭირვებას და ფიზიკურ დისკომფორტს, მაგალითად უშუქობას, მაგალითად რომ ვერ ბანაობ წესიერად, მაგალითად რომ ყველაფერი გენატრება, მათ შორის ნორმალური ხილი და საჭმელი. მაგრამ როცა ყველა ესეა, ანუ როცა ეს არის მასიური პრობლემა, ან მასიური სიხარული, ეს მძაფრად არ აღიქმება და როცა შენს კულტურაში მიღებულია რომ 18, 19, 17, 16 წლის ადამიანები ჩვეულებრივად თხოვდებიან, შვილებს აჩენ და ეს არ არის რომ აი რაღაცა ისეთი გააკეთე რა. ნორმალიზებული იყო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ჩემზე მაშინაც უკვირდათ, იმიტომ რომ რაღაც სხვაგან ჩემს შემთხვევაში ეს იმედია დედაჩემს არ ეწყინება თუ უყურებ, იყო უფრო მეტი თავისუფლების მოპოვება, ვიდრე მისი დაკარგვა. ანუ ძალიან კონკრეტული ბენეფიტები ჰქონდა ჩემს შემთხვევაში გათხოვებით ვიყავი მეტად თავისუფალი, ვიდრე დედმამასთან და ამის გამოც ზოგიერთი გოგონა მაშინ ვისაც ლიბერალი ქმარი შეხვდებოდა და ამის ამორჩევა შეიძლებოდა მეტნაკლებად. ეხლა უფრო მეტი არჩევანია მაგ კუთხით, მაგრამ მაშინაც ვიღაც კაცებს არ ქონდათ რომ ხა მაინც სახში უნდა დაჯდე. და მეგონა რომ ან ჩემ ცხოვრებაში უარესისკენ ამით არაფერი არ შეცვლა. არც სწავლისთვის დამინებებია თავი, არც მეგობრებისთვის, არც სოციალური ცხოვრებისთვის, ასე რომ ეს არ იყო ეს შეცდომა იყო იმ კუთხით, რომ უპასუხისმგებლო მიდგომა ოჯახის ინსტიტუტის მიმართ რა. ოჯახი არის ესეთი რაღაც ჩემი აზრით დღევანდელი გადასახედიდან, რომ ვიღაც ადამიანს თუ პირდები დე იურე და დე ფაქტო რომ სულ მასთან ერთად იქნები და იცი რომ ამის შემსრულებელი არ ხარ, იმიტომ რომ წინ კიდე ძალიან ძელი ცხოვრებაა, ხო? ჯობია ეს გააკეთო მაშინ, როცა 100% დარწმუნებული ხარო და თუ მკითხავ რომ ეს როგორ უნდა გაიგო. აი რომ შეგხვდება ეგეთი ადამიანი, მიხვდები, რომ აი ამ ადამიანს აიტან ძალიან ბევრ კონდიციაში. მათ შორის ძალიან ცუდ ფორმაში, პრობლემატურ მდგომარეობაში, ავა თუ გახდება, უხეშად თუ მოგექცე, აი რაღაც ბევრი რაღაცის ატანა შეძლებ, ოღონ ეს მოაქვს სტაჟიან ურთიერთობას. ძალიან დიდი ხანი გჭირდება რომ მიხვდე რომ ეს ადამიანი ყველანაირად გამოცადე და მაინც კიდე შენთან არ მოგბეზრდა. ესე იგი ეს ის არის. მე მქონდა ხოლმე გოგოები, ჩემი მეგობარი გოგოები, რაღაც ბევრი მყავს ესეთ მეგობარი გოგოები. აი რაღაცა ეგეთ კითხვა ტრიალებდა ხოლმე ჩემთან რა, მე ასმოჩენ რომ აი როგორ გავიგო, აი რომელ დეიტზე დავწვე ბიჭთან რა, ეგეთი ისე და მე მქონდა ეგეთი პასუხი სულ მაგაზე რომ მეთქი ეგ არის რუსული რულეტკა. ანუ რატო ტიპს თუ უნდა შენთან just one night stand-ი, აი შეიძლება ერთი წელი გისატკაოს და როგორც კი one night stand-ი გექნება, გაქრეს რა. და თუ აი ტიპი ხედავს და უნდა რა შენთან ურთიერთობა, შეიძლება რაღაცა პირველივე დღეს one night stand-ი ქონდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება მაგასთან იყო. იცი რა, ძალიან უცნაურ რაღაცას ვიტყვი და შეიძლება ეწყინოთ ბიჭებს და გოგოებსაც, მაგრამ ზოგადად რატომღაც არის გავრცელებული აზრი, რომ სოციალურ სტატუსს ქალები უფრო უყურებენ, ვიდრე კაცები. ეგრე, მე მაგას თეორია მაქვს და გეტყვი. მაგრამ სინამდვილეში, აქაც გამონაკლისები არ მომიყვანო. არა, გამონაკლისი არა. მე სინამდვილეში კაცისთვის შეხედოს ქალს სერიოზულად და განიხილოს ის ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ან შვილების დედად, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს სოციალურ სტატუსს, ვიდრე ქალისთვის. კაცები უფრო აქცევენ ამას ყურადღებას. მი გამოდგება სერიოზული ურთიერთობისთვის, ძმაკაცებისთვის საჩვენებლად, ქორწილში წასაყვანად, მშობლებისთვის თან გასამარიაჟებლად, ცხოვრების უკეთესად დაგეგმისთვის და ასე შემდეგ. აი ქალს შეუძლია საშუალო სტატისტიკურად ვამბობ ისევ გამონაკლისებზე ეგ storytelling-ში უკვე. გამონაკლისებზე ამბები იწერება და კინო იღება. ბოდიში, სადაც შეგიძლიათ მიხვიდე და ქეთის კურსებზე ჩაეცე. აი დაბლა ლინკი იქ. სადაც ხედავ რომ აი ქალს უფრო შეუძლია გადაუდგეს ოჯახს წინ,
სიყვარულის გამო გაყვეს ვიღაცას, ვინც ამ რელიგია საერთოდ შეიცვალოს. არაფერი, რელიგია შეიცვალოს, ენა შეიცვალოს, სამშობლო შეიცვალოს, მრწამსი შეიცვალოს, შეხედულებები, ღირებულებები, სოციალური სტატუსი დაბლა ჩავიდეს, ყველაფერი შეწიროს მას და არ მიაქციოს ყურადღება, რომ ეს კაცი შეიძლება არ გამოადგეს დიდად როგორც ზურგი და მეგობარი, მაგრამ აი კაცი მაინც რატო აი საიდან იცი შენ ერთი წელი უსატყავებს, რატო გამორიცხავ, რომ შეიძლება შეუყვარდეს. იცი რატო გამორიცხავ? იმიტომ რომ იცი რომ ამ გოგოს აპრიორი არ განიხილავს თავის თანასწორად. არა, აი ნახე გეტყვი რა, აი წერან შენაც ჩამოაყალიბე კაცის ფსიქოლოგია როგორ ანუ ეგეთი ქალი არ უყვარს. ანუ სტატუსად მოწონს მაგრამ შეიძლება არ უყვარდეს. ძირითად შემთხვევაში არ უყვართ ხოლმე. რატო თუ კარგია ლამაზი ჭკვიანი, სოციალური სტატუსი კაი ჭკვიანი, ბავშვებს შეხედო დედად გამოადგენ. ხო და არ უყვართ. თუ ეგეთი აზროვნების, არა ხო, ნუ ხა ეგ ცოტა შორს წაგვიყვანს. მაგიტო არ ვიცი რა, რაც გულისხმობ და ძალიან რთულია. მე ეგეთი თეორია მქონდა, რომ კაცისთვის უფრო რთულია ბჭყალებში ქალი დაკეროს one night stand-ზე, ვიდრე ქალისთვის, მაგრამ ქალისთვის უფრო რთულია კაცი დაკეროს long term relationship-ში რა. ძალიან ინდივიდუალურია. ხო და მე მგონი რომ in general შეიძლება ეგრე. შენ ნახე ხა იგივე ლაპარაკობ შენ მეგობრებზე, ხო? შენ მეგობარ გოგოებზე. შენი მეგობარი გოგოები შეიძლება ერთმანეთს რაღაცით გვანან, იმიტომ რომ შენ ირჩევ გარკვეული კატეგორიის და შეხედულების გოგოებს სამეგობრად. არა, მე კაციდან გამომდინარე უფრო ფილოსოფიით. კაცის შეხედულებიდან გამომდინარე. მე მეგონა შენი მეგობრების დარწმუნებდი. ის ჩემი მეგობრების, ეგ ჩემი საერთო რა ქვია. ის ჩემი მეგობრებს არჩევას ვაძლევდი, რომ ეგ რუსული რულეტკა და დაიგირე. შენ ამბობ, რომ თუ თავიდან რო შეხედავ, უკვე იცი შეგიყვარდება თუ არა. ანუ როგორც მინიმუმ იცი, რომ სერიოზული ურთიერთობა გინდა მაინც რომ არ არის. რას ნიშნავს სერიოზული? რომ ანუ მაგასთან ერთად ხარ და რაღაცა ხალხში გამოაჩენ. არა, ნუ ხო რა გინდა ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად და რაღაცა აწყოთ რაღაცა ეს კერა რა, ოჯახის კერა რაც არის რა. მე ზოგადად ოჯახის განცდა ძალიან მიყვარს და მომწონს რა. და რა განსაზღვრავს ამას? ოჯახის განცდა? ხო, ოჯახის განცდა ქალმა როგორ უნდა გამოიწვიოს? აუ, არ ვიცი, რო ხედავ ეგ არის. ეგ არა, ანუ აი ამას ხედავ, დგას ორი გოგო, ეკა და მაკა, ეკა იწვევს ოჯახის განცდას, მაკა არა და შენ არ იცი რატო? არ მჯერა მაგის რო არ იცი. არა, ანუ ძალიან კარგად იცი რატო. შეიძლება ვერ ვაღიარებ რატო, მაგრამ იფიქრე მაშინ ამაზე, აბა რატო? აი ორივე ლამაზია, ორივე ჭკვიანი, ორივესთან ფაქტია რომ გინდა კონდეს ბოდიში და სექსუალური ურთიერთობა. ხო. მაგრამ მაგაზეც არის. არა. რატო პაზლინგს ვეძებ ხოლმე რა, უფრო კიდე რა. partner in crimes როგორც იტყვიან. ხო, ეგ ეხა სხვა რაღაცაა. არა, რატო, ხო და როგორ ამჩნევ ხო შენ ერთ გაცნობაზე ეს შენ გამოგყვება თუ არა ბრძოლაში. აუ, შეგრძნება ეგ, აი რაღაც ქონია რა, ეგ შეგრძნება და მაგიტო. ხო და ეგ ცხოვრება გაჩვენებს მე, ძირითადად მატყუებს ხოლმე შეგრძნება, მაგრამ ნუ აღარ ვუთხარი მე. აი გივი კომიცი. ძირითადად მაინც. ხო და მე არ ვიცი რაღაც თემა მქონდა, რაღაც ძალიან ისე წავედით ქალებს და კაცების ურთიერთობაზე გადავედით და რაღაცა ხო და მინდოდა ძალიან ბევრი სტერეოტიპია ქალების და კაცების ურთიერთობაზე და რადგან ჩვენ ხო სულ ლაპარაკობდით, ეხლა წყალში ნუ ჩავყრით იმ სამ თვეს, რომელიც ერთად იმეცადინეთ, რომ ჩვენი საქმეა, განსაკუთრებით ვის აპირებს, რომ ან წეროს, ან კაი არ წეროს, მაგრამ იფიქროს. რომ აი ამ სტერეოტიპებს გავექცეთ, მაგრამ თუ ლაპარაკობთ აი ეს მიდგომაზე საშუალო სტატისტიკურად როგორ ვინ რისი მიხედვით ირჩევს, ხო? კაცების არჩევანი არის ხოლმე ზოგჯერ უფრო პრაგმატული. ვიდრე ქალები? ხო. მაგრამ ლიტერატურაში ხო ძირთად გმირი კაცია, აი სიყვარული. ეგ ახლა კაცი მწერლების ის არის. 10-1 წელი გავიდეს და მე ჩავწეროთ პოდკასტი მაგაზე. თუ არ მომრავლდებიან ქალი მწერლები, ხო? ძალიან ბევრმა ყოფითმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ კაცები ზეცალად წერისთვის ქალებს არა. ნახოთ, ქალებს მივცეთ ჯერ ფორა რა. თორე კი არა დრო. ბავშვობაში ხო იცი ჯეროდა რომ ჯეროდა კი არა რაღაცა მაგ კონსპირაციის მაგრად მომწონდა რომ შექსპირი მეგონა ქალი თუ რა. ხო. რამე განსხვავებულს ვიტყვი თუ რაღაცა ეგ. შენ არ ხარ მიზოგინი, ასე რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც შენთვის არ არის. მე არ მაკომპლექსებს ძალაუფლების ქონე ქალი.
და კაცებს ზოგს აკომპლექსებთ ეგ, რომ აი არ მოწონთ რა, ძალაუფლების კონკრეტულად კარგი დიდი შემოსავალი, ძალაუფლება ძალიან პირობით ცნება, არა ხარ გულისხმობ რაღაცებს, მაგრამ ანუ კარგი შემოსავალი რო აქვს და ასე შემდეგ რა, რომ აი ქალს რო თვითონ შეუძლია რომ თავი უზრუნველყოს, ანუ ძირითადად რაღაცეებით თან. ხო, იცი თუ კაც არ აკომპლექსებს რა, თუ კაცი არის რეალიზებული და თუ თulis რომ თავის საქმეს აკეთებს, თუნდაც ამაში იღებდეს 1200 ლარს და ქალი 20000 მაგრამ კაცი თulides რომ იმას აკეთებს რაც მოწონს უბრალოდ უღირსად სისტემა უღირსად უნაზღაურებს ამას მაშინ შეიძლება არ დაკომპლექსდეს იმიტომ რომ რა ვქნა ახლა მე ვარ თქვათ რაღაც დურგალი ძალიან მაგარი ყველაზე კარგად ვიცი ჩემი საქმე უბრალოდ ბაზარზე დღეს ეგ არ არის ბაზარზე ეგრე მიხდიან მაგრამ მე არა ვარ უსაქმური და მე არა ვარ ზარმაცი ხო და ამიტომ მე ვერ დამაკომპლექსებს თქვათ ჩემი პარტნიორი ქალი, რომელსაც შეიძლება უბრალოდ ბაზარზე 20000 უხდიან, იმიტომ რომ ეგ რაღაც ეგეთი ისწავლა რა. თეორიულად ესეა. მაგრამ კაცებს ზოგჯერ ყველაფერი აკომპლექსებს. როგორ ახლა ამითხარი, რა ვიცი, ახლა გააჩნია რა, ნევროზების ქვეყანაში ცოტა რთულია გაიგო რა აკომპლექსს. მაგრამ კაცი რო არ დაკომპლექსეს, ამაზე ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. დედამ, ბებიამ, მამამ პირველ რიგში. მამები არიან ხოლმე პირველ შემოქმედები. თუ არ ყავს კი, მაგრამ როგორც წესი ასე ხდება ხოლმე, რომ აი ბავშვობაში ეს რაღაცა აგრესიას და კომპლექსებს ბავშვობიდან იღებს, რომ აი არაფრად არ ვარგი ხარ, არაფერი არ გამოგდის. ის და მე რაღაცები გაკომპლექსებს, ძალაუფლება სხვისი, წარმატება, ქალი ძლიერი, შენზე ჭკვიანი თუ ეგრევე რაღაც შეიძლება ჩამოიშალო და მის უმეტეს ქალებსაც ახლა თავიზე ჭკვიანი უნდა და მოკლედ ბევრი წყარო და საბაბია კომპლექსისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად სერიოზულად აღვიქვათ ეს ცხოვრება რა. ესე არ შეიძლება, რომ ყველაფერი განვიცადოთ. აი იყოს ჭკვიანი რა. ხო და მეც ეგრე უყურებ პირიქით რა ვიხა, მე რომ მყავდეს ისეთი შეყვარებული ცოლი, რომელიც რა ვიცი წელიწადში $10 მილიონ შოულობს რა, ვაფშე არ დამაკომპლექსებს. პირიქით. გამიხარდება ძალიან, ხო, რა, ჩემი ღვინის ბარი მექნება და რაღაცა და ბედნიერი ვიქნები თან. ხო, ვიცი რომ ცოლს არცე მაგის გამო. შე როგორ გაბედე კიდე 1 მილიონი მოიტანე სახში. ხო. მაგრამ ჩემნაირმა კატეგორიამ შეიძლება უღალატოს, მაგ კომპლექსის გამო. შეიძლება არ ცემოს, მაგრამ უღალატოს. მაგრამ ახლა მე მოღალატეც არ ვარ ესე შეიძლება, ხო, არ ვარ. მოკლედ, მაგრამ აი ჩემნაირმა კატეგორიამ რომელიც მოძალადე არ არის კლასიკური გაგებით რა. არის რომ აი მაგ კომპლექსის გამო შეიძლება ღალატში გამოიხატოს, ხო, ხდები რომ თავის თავს დაუმტკიცოს რომ კაცია. მე უნდა ეშინოდეს რომ იმ მილიონერმა ცოლმა $5000 კილერი არ დაიკირავა. არ დაიკირავა, ხო, ეგეც არის კი. ოი, მაგაზე არ მიფიქრე. კინო ძალიან დიდი თემა არის, მით даже ერთი კონკრეტული კინოც და ეხა ესე მაშინ მარტო კონკრეტული კინოზე უნდა მერჩა და მაგაზე მელაპარაკა და ეხა მე ხა უბრალოდ ზოგადად მაინტერესებს ესეთი რაღაც ქართული კინოს ისტორია. აი, ვაფშე სად ვართ რა რაღაც აი მაგნატილში, იმიტომ რომ მე ხა მგონია რომ ანუ რავი რა ნიჭიერი ერი ვართ ხო ეხა რაღაც აი ესე ილაპარაკე თუ ის ილაპარაკე ნიჭიერი ერი ვართ ანუ ხელოვნებაშიც რა ვიცი მათემატიკაშიც თუნდაც და რაღაცა ანუ არ ვართ რა რაღაცა ესეთი სულელიერი. ხო და მედიცინაში და სიმღერაში ყველაზე მეტად. ნიჭიერები ვართ? ხო, ნუ სიმღერაში კი მედიცინაში არ ვიცი. კი, ხო. მედიცინაში. ჩვენი ექიმები ძალიან ადვილად იწყებენ ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში, დასავლურ სისტემაში, კარგად ინტეგრირდებიან ქართველი ექიმები და ძალიან დიდი წარმატებები აქვს. ძალიან კარგია. და მიხარია. კი, ხო და აი ნახე მე ხა ჩემი განმოსახელი, ეხა ესეთი ბუმბერაზე, აი რომ მითხრან რა, ეხა ჩემი პატარა ცოდნე, ხო ეხა მე არ ვარ კინო ცოდნე და რაღაცა და ის მაგრამ აი რა ფილმი მინახავს ასე თუ ისე და ასე შემდეგ და აი ხა რომ მითხრა აი ბუმბერაზე ისინი ვინყავს რაღაცა აი რაღაც გენიოსები ესე რა ვთქვათ რა, ანუ შეიძლება რა სამი ჩამოვთვალო. მიდიობა. ფარაჯანოვი ერთი თენგიზ აბულაძე ალბათ რა მონანიება ფილმი არის რა ჩემი აზრით ან თან იმ ეპოქაში ეგეთი ფერები ანუ აი ყველაფრიანად რა ხო ხდება შინაარსის იდეაც რაღაცა ის და ნუ შენგელაი ალბათ რა ელდარ და გიორგი შენგელაი რა აი ესე დანარჩენი ეხა რომ გითხრა ვიღაცა რა ვიღაცა მაგარია ხო ხდება აი რაღაცა კარგი რეჟისორია რაღაც ვახსენებ ვიღაცებს კი ბატონ და რა ვიხდუნა ზაზა ურუშაძე რავი იმაზე იყო რა ქვია ოსკარზე ხო სიტყვა წარგენილი და რაღაცები მაგრამ რა ფიქრობ რა რა შეიძლება იყოს მაგის პრობლემა და მე სულ აი რა მაკლია იცი აი ქართულ კინოზე ბოლო პერიოდში ასაც უყურებ ქართულ მე აი ძალიან გულშემატკივრობ რა ქართულ რაღაცა ბოლოს როდის ნახე ქართული ფილმი
ნახე, ეხლა შეიძლება რაღაცად გავიხსენო, მაგრამ ემოციურად რომელმა იმოქმედა ჩემზე და კადრით შემიძლია გითხრა, ეგ იყო მეოთხე ბრაიტონი. მან იყო იცი რომელი კადრმა ითამაშა ჩემზე ძალიან ემოციურად. თუ გახსოვს რა, პოკერის ათამაშოთ რომ მივა და მამამისი რო დგას იქ და ფულს რო ვალი რო უნდა დავმოს, რო გამოვართოთ რაღაც, ანუ მომეწონა, აი ეგ გადაღება მომეწონა, აი მაგ ფილმმა რაღაცნაირად დამაკმაყოფილა, ესე რომ ვთქვათ რა. დანარჩენი ქართულად მომწონს, იდეა მომწონს, რაღაც კადრი მომწონს, რაღაცა, მაგრამ ანუ მე აი რაღაცა გეგონა, აი მარილს აკლებენო თუ აი რა შვებიან ვერ გავიგე რა, აი რატო ხდება ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყავს ეხლა ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ძალიან კარგი რეჟისორი, მაგალითად სანდრო კობერიძე. სანდრო კობერიძე, ხო. ძალიან კარგი რეჟისორია. მაგალითად, ქალები ყავს ძალიან ნიჭიერი და კარგი ნანა ექვთიმიშვილი, რუსიკო ჭყონია. კიდევ ზაზა ხალვაში ძალიან კარგი რეჟისორი იყო. არის პრობლემა სხვა. ეს პრობლემა არის სისტემური. კინოს დღეს ძალიან უჭირს. შენი პოდკასტი რადგან აპოლიტიკურია, თავშევიკავებ იმ მიზეზების გამაპარკეთ. ანუ პროტესტშია კინო და კინო არ არის მოთხრობა, რომ დაჯდე და დაწერო. კოლექტიური შრომა და ყველაზე ძვირი. მაგალითად, ერთი პერიოდი რუმინული კინო რო აყვავდა, ეს არის დამსახურება იმის, რომ ევროკავშირმა კერძოდ საფრანგეთმა ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩადო ამაში და დიდი კონტრიბუციით შევიდა და დაეხმარა რუმინულ კინოს, რომ გაიაზრებინა თავის წარსული და ეს სექცია კინო და აი რასაც ქვია, აყვავდა ამით არტჰაუსი. ჩვენთან ეს პოტენციალი არის, მაგრამ იმის გამო, რომ ქართული ბაზარი არის პატარა, მწირი, აღარ არის ის ხუთწლიანი დაფინა, რაც ფარაჯანოს შეიძლება ქონდა იოსელიანს. თან მაშინ იყო კონცეფცია საქართველოს მიმართ საბჭოთა რომ მოდი ესენ ძალიან რომ მოვწნეხოთ, შეიძლება პრობლემა გახდეს. ამიტომ კინოში მაგალითად იყო მეტი თავისუფლება ვიდრე სხვა რესპუბლიკებისთვის. და აქ ეს გამოჩნდა რა. იგე ხა რომ შენ ამბობ, რომ საბჭოთა კავშირის დროს უფრო მეტი თავისუფლება იყო. არა, მაგას არ ვამბობ. ოდნავ მეტ თავისუფლებას გაძლევდნენ და ამ ოდნავ მეტ თავისუფლებაში პლუს რომ ემატებოდა ბიუჯეტის ფული. ქართველ რეჟისორს ყოფნიდა კრეატივი გენი ოთარ იოსელიანს მაგალითად კრეატივი გენიოსობა და პროფესიონალიზმი, რომ ცენზურაც მოეტყუებინა, ესარგებლა იმით, რომ რამდენიმე იქ ვთქვათ აქაური უშიშროების და იქაური შინაგანსაქმეთა მინისტრი ერთმანეთთან შეიძლება კარგად არ ყოფილიყვნენ, მაგალითად დევის ტურუა და მჟავანაძე სიტყვაზე თქვა და ამის გამო ამით ესარგებდა, მაგალითად აი გიორგობის თვე რომ მეღვინეებზე, ეხა შენ გონია მეღვინეებზე უფლება არ ქონდა რომ გადაეღო? უფლება ქონდა. მაგრამ რას გადაიღებ ამ უფლებით და როგორ გაივლი ამ სილასა და ქარიბდა შორის ეგ არის მან საქმე და ამით კარგად სარგებლობდნენ და ამიტომ გვაქვს ბევრი უმეტესობა ხლამი იყო მაშინაც 90%. უბრალოდ შენ ნანახი გაგ 10% რომელიც გაიყო. რომელიც არ იყო პროპაგანდა, არ იყო ტყელი, არ იყო პლაკატი და იყო კინო. და მაგიტო გახსოვს. აბულაძის ფილმს რაც შეეხება უკვე დაიშის დროს არის გადაღებული, მაგრამ იქაც გოგი გვახარია ყვება ერთ პოდკასტში ძალიან კარგად ზუსტ ისტორიას და აქ რო არ მოთხრობილის კიდევ თავიდან თხრობა რო არ გამოდიოდეს, წიგნშიც აქვს და პოდკასტშიც ყვება რამდენად გაუჭირდა მაგ ფილმს თავიდან რომ გამოსულიყო თაროზე როგორ შემოიდა და რა მალე წამოეწია მე თავისუფლება და არ დაგავიწყდეს თავიდან გეგა კობახიძე თამაშობდა ძალიან დრამა ისტორია მაგრამ დღეს არ ვთვლი რომ ნაკლებად ნიჭიერი ხალხია კინოში, უბრალოდ ამ ხალხს დღეს კოპროდაქშენის გარეშე უჭირს აი აქაური დაფინანსებით, რომელიც რა თქმა უნდა მათთვის გადაკეტილია, იმიტომ რომ აპროტესტებენ უსამართლობას ქვეყანაში ზოგჯერ და ბოიკოტში არიან, აი ამის გამო მათ წართმეული აქვს საშუალება თავის საქმე კარგად აკეთონ. არანაირი შემოქმედებითი კრიზისი არ არის და ამას ემატება კიდე მეორე პუნქტი ის რომ სანამ დიდი დრო არ გავა, ცოცხალი ადამიანი დააფასო ისე, როგორც ეხლა შენ შეტრფი ფარაჯანოვს მაგალითად, ხო? ფარაჯანოვი რა ცოცხალი რო იყო, ორჯერ დაიჭირეს და კაციშვილს არ უყურდა. არა, ხო და მე პროსტო მეგონა რომ სისტემა კი, მაგრამ ხალხი მაინც აღიარებდა. ხალხი აღიარებდა, მაგრამ კაციშვილს არ უთქვამს რატო დაიჭირეთო, სულ ეკიდა დაჭერილი რო იყო. არავინ არ მაგას არ იმეშვებოდა, რომ რატო ეშინოდათ ხო და რა მნიშვნელობა, მე დრო ანუ დაფასება, გაღმერთება და სახლ-მუზეუმის გაკეთება მოდის მერე, დრო რო გავა. სანდრო კობერიძის ფილმი რო დაფასდეს, შეიძლება დრო უნდა გავიდეს, შეიძლება მეტი წვდომა უნდა კონდეს ქართველებს
ადრე ფესტივალზე ნახულობენ ამ ქართულ ფილმებს, რაც ძალიან სამწუხაროა რა. მე არ ვთვლი რომ უიმედოდ არის საქმე, მე ვხედავ შენტოლებში, ცოტა შენზე დიდებში, ხალხს, ვისაც შესწევს უნარი გააცოცხლოს ქართული კინოც, ქართული წერლობაც, ეკონომიკაც და ყველაფერი. არაფრით ნაკლები ხალხი არ არის ეხლა და ძალიან მაგარ ფილმებსაც გადაიღებენ, უბრალოდ ესეც არის სისტემური ამბავი. აი შენ კანის კინოფესტივალზე შენი ფილმი რო დაუშვან, ამას ჭირდება კიდე საპროდიუსერო ხაზის, გვირაბის და ნეტვორკის გაკეთება და მაგრამ დიაკვნ ბეგაშვილის ფილმი, ხო, ძალიან კარგი ფილმი, რომელიც ფესტივალზე მოიცა ეგ რაღაც იაღვალებზე რო იყო ეგ არის დიაკონ თუ მე და კიდე მეორე აქვს გადაღებული მაგას ძალიან მაგარი პირველი კადრის გახსნა აქ რო წვავენ ხო რაღაც რო ეგ მაგრამ მან რა არის თავარი დიას ფილმში რომ პროდიუსერი არ იყო ქართველი და აი ეს ვიღაცამ ხოლმე ნახოს ეს ქართული ფილმი რომ იქ მოხვდეს ფესტივალზე და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ საქართველოსთვის მოიცალოს კარგმა საპროდიუსერო ჯგუფმა მაგალითად ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს კულტურას დაეხმაროს თქვათ ევროკავშირი თავისი როგორც ფინანსური ისე კულტურული კავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა იმიტომ რომ კინო არ არის კამერული საქმიანობა ძალიან დიდი კოლექტივის დიდი შრომის და ეს არის დაკავშირებული უზარმაზარ ხარჯებთან აი კინოს ცენტრიდან დაფინანსებაც რომ მიიღო, მაინც არ ყოფნის ეს. მაგრამ მე მგონია რომ საქმე უნიჭობაში ნამდვილად არ არის. შეიძლება რეფლექსიის ნაკლებობა იყოს, ან რაღაცა ტრენდებს აყოლილობა, ან ზოგადად შეიძლება დროებით ეჩვენებოდეს TikTok-ის ხალხს რო კინოს დრო წავიდა. მაგრამ კარგი კინოს დრო არასდროს არ წავა. მე ასე მჯერა, ჩემთვის მაგალითად აი კაიროს მეწამული ვარდი რომ ნახე ახალგაზრდობაში ვუდი ალენის და აი კინოში რო შედის უკვე თუ კინო და რო გადმოდის პერსონაჟი კი არ შედის. ჩემთვის კინო არის ეგ რა ისეთი დიდი ბედნიერება დარბაში ჯდომა და ყურება ისეთი რომანტიზებული მაქვს რომ სულ მგონია რომ ერთხელ ჩემი საყვარელი რომელიმე თორეგული გადმოეკდა მადლობა ქეთი რომ მოყვები. აი რაღაც ეგეთი და არ მინდა რომ ეგ გაქრეს. აი ზუსტად ეგ მიყვარს წავიდე კინოში თუნდაც მარტო. სად გიყვარს კინოს ყურება ყოველდღე კინოში თუ სახში არა. აი კინო შენ გიყვარს. კი. ჯეტლი იყო ჩემი საყვარელი მსახიობი ბავშვობაში. არა, მიყვარს, მაგრამ არ მიყვარს. კინოს სიყვარული ცირა არის რომ ხვდები რომ ეს ფილმი და მისი რეჟისორი ცოდოა რომ ლეპტოპში უყურო. და უნდა პატივისცე წავხვიდე დიდ ეკრანზე. აი ტარანტინო საწყალმა რო იწვია Hateful Eight რო გადაიყო და მილიმეტრზე და იწვალა და რა ვიცი მთელი ენერგია ჩაათხლიშე. ხა იმის ტელეფონში ყურება ცოდვა არ არის. ეს არის ხო, აი ტარანტინო კინოში არ მოქნა ნახე სამწუხაროდ. ხო და კინოში არის ფილმები კიდე მაგათაც აი ნოლანის ფილმი. ნოლანის ფილმი. არის მაგრამ ნოლანის რომელი გიყოს? ან ნოლანი ცოტა კიდე ნოლანი კი ჩემს არის. მე ნახე კინოში ეს დანკირკის ამბები, დანკირკი ეგრე ქვია მე მგონი. და მივხვდი რომ ეს ხო კინოში, იმიტომ რომ მასშტაბზეა, სივრცეზეა, ხმაზეა და ეხა ხმას და კადრს როა კინოში მნიშვნელობა ის ტელეფონში არ. ტელეფონში უნდა შეგიძლია ნახო რილსი, კომპიუტერში ნახო სერიალი და კინო უნდა ნახო კინოში. მე შემგონია თეატრი ნახო თეატრში კი და ყველაფერს თავის ადგილი აქვს და ზოგიერთი ფილმი განსაკუთრებით ცოდოა რომ ნახო იმიტომ რომ კინო ხელოვნება გულისხმობს აი ვიზუალურ შთაბეჭდილებას და ვიზუალური შთაბეჭდილება გათვლილია კინოდარბაზზე და კინოში უნდა ნახო. მე მაინც ჯერა ქართული კინოს მომავლის. უბრალოდ ფილოსოფია უნდა წამოეწიოს ამას, რეფლექსია ჩვენ ნამდვილ პრობლემებზე. ჩვენ ახლა ვართ ცოტა თავის მოტყუების ფაზაში და როგორც კი ნამდვილ რეფლექსიას დავიწყებთ, როგორც კი გავბედავთ, რომ კინოთი იქნება თუ ფილმით, წიგნით თუ ნებისმიერ სიმღერით არ აქვს მნიშვნელობა. რატო არ ხდება? რეჟისორს ხო ეგონა უნდოდეს პირიქით, რომ რაღაცა გამოიწვიოს. შეიძლება არის და უნდა, მაგრამ ვერ იღებს. ვერ იღებს, ხო. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე, შენ ახლა იღებ პოდკასტს, ხო? ორია უწყინარ პოდკასტს, ვივართ ორი ადამიანი. ხო. და საუბრობთ. სცენარი დაწერე შენ თვითონ, მე მოვედი, მეგობრებო, რომ იცოდეთ უფასოდ.
და აგერ რამდენი ადამიანი მოცდა კიდე რომ ჩვენი პოდკასტი ჩაიწეროს და კამერა დაგჭირდა, განათება დაგჭირდა, ხალხი დაგჭირდა, ღვინო დაგჭირდა. ანუ მივხვდი რაზე ვლაპარაკობ. ღვინის ბარის გახსნა დამჭირდა. ღვინის ბარის გახსნა 35 წუთი რომ ვილაპარაკოთ. ეხლა წარმოიდგინე შენ გაქვს მაგარი იდეა, აპირებ რაღაც ფილმ პროვოკაციას, მთელ კაცობრიობას უნდა მიახალოს სიმართლე. და ეგ შენიაზეთ რა ჯდა? და ამაში კიდე ფული აიღო, შეიძლება ეგ იდეა გაქვს, მაგრამ ამის განხორციელება სჭირდება მაპატიეთ, მაგრამ ბანალურად თანხა, ფული, ბოდიშვი, ხდი? ასეთი არარომანტიული. კარგი. ხო და რადგან კინოს შევეხეთ და კინოს ისტორია. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ მობილურით გადაიღე, მაგრამ არა. კი, მობილურითაც იღებენ ძალიან მაგარ კადრებს და მასე მთელი ჩვენი ქვეყანა კინო არა, გადი გადაიღე მართლა კინოა. კინოა, ხო. ტელევიზორს რო უყურებ, ვერ მიხვდები კინოა თუ ისა. იუნესკოს კითხულობ თუ პარლამენტის ხდომას უყურებ, ვერ მიხვდები, მაგრამ ეგ ეხა სხვა რაღაცაა. მე ვამბობ აი სრულფასოვანი, როგორც იჯდა ტარანტინო 10 წელი სცენარს წერდა, ესაც წელი სცენარი რო წერო, რაღაცა მხოლოდ შეგინახოს ხო. მაგრამ მოკლედ რა, როგორც ესე წავედით. ხო და კინოზე რადგან ხო ესე იგი დასკვნა არის ეგეთი მეგობრებო რომ ქართული კინო ნიჭის პრობლემა არ არის. ფულშია პრობლემა. პრობლემა არის სისტემაში, კულტურის პოლიტიკაში, ფულში და იმაში რომ ჩვენ გვჭირდება მეტი სივრცე ფიქრისთვის, რეფლექსიისთვის და დასანახად. ეცადე დაინახო მეტი. ეს ვისი სლოგანი იყო გახსოვს? ეცადე დაინახო მეტი. აუ რაღაც მეცნობი მაგ. ეს იყო 2012 წელს ქართული ოცნების სლოგანი. ეცადე დაინახო მეტი. ხო, აუ მე შეიძლება მომდი ხოლმე სულ რომ სულ არა, მაგრამ რას ამბობდი აბა თქვენ? სანამ გამიცნობდი თუ მერე? არა, მანამდეც ეგ შეხედულება მქონდა რა. მაგრამ რაღაც შენზე რა შეხედულება მქონდა ეგ ხო გითხარი რომ ცოტა ბუა მეგონე და რაღაცა სხვათა შორის აი ეხა არ მეგონა რომ კეთილი ადამიანი იყავი, პირდაპირ გეტყვი მაგას რომ ენერგეტიკულ დონეზე გულისხმობ რა. ეგეთ ეხა რატო გონია რომ კეთილი ადამიანი? არა, როგორ გიცანი ენერგეტიკულ დონეზე? ყუილია. ხო. არავით არის სიკეთე ჩვენს გვერდით. არა, სხვათა შორის ინტერვიუებში რო არის ხოლმე, ეს არის კლიშე დიალოგი. კლიშე დიალოგი არის. მე სხვათა შორის ხალხს სანამ ახლოს გამიცნობენ, ძალიან ბუა ვგონი ვარ და რაღაცნაირი ცივი და ესეთი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში იცით როგორი კეთილი ვარ. აი ეს არის კლიშე დიალოგი და ბუა იმიტომ გონი ვარ, რომ პროპაგანდისტულ გადაცემებს უყურებდი ჩემზე. შეიძლება. არა, კაი, არ გვინდა მაგაზე. არა, თუ არა, კი, გეთახმები, რომ ვიღაცა მაგრამ ისე სხვათა შორის მართლა კლიშეს გარეშე ვამბობ, ბევრს უთქვამს ეგ. მაგრამ რადგან ბევრს უთქვამს, ესე იგი ესეა. იმიტომ რომ შორიდან უფრო კარგად. არა, ნახე, ეთყვა სწორად ვერ გადმოგეცი რის თქვა მინდა და ნახე. ბოდიში მოიხადე. ბოდიშით მე. ხო და ნახე მე რას ვამბობ, რომ სუძე და კარგზე არ არის რა, უბრალოდ რო გაგიცანი. შეიძლება ჩემთან გაქვს ეგეთი დამოკიდებულება. ეგ მაგას არ გამოვრიცხავ რა, უბრალოდ ენერგეტიკულ დონეზე, ანუ სიკეთეს ასხივებ თქო, ჩემთვის თქო რა. შეიძლება ჩემთან ხარ კეთილი, არ ვიცი, შეიძლება ის ბოროტი ხო, არ ვიცი მართლა. მაგრამ ჩემთან მიმართოს ეგ ის მქონდა, ხო და. სანამ გაიცნობდი არც ხედავდა, ანუ ხო, მაგრამ არც არა, ჯერ ესეთი თუ მაგრამ შენ დაგხვდები მომწონდა სულ და მოხვედი, ესე იგი, თლად ესე დაშინებულიც არის. არა, პირიქით, კაცო, პირიქით, უფრო ის მინდოდა და ხა შენ სტატუსებს თუ ვიცინოდი რაღაცა, ანუ Facebook-ზე რო წერდი რა, გამოწერილი მყავდი. არა, შენკენ ვიყავი, უბრალოდ პროსტა მეგონა შეიძლება ბორუტია თქო რა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ან მქონდა დადებითი შეფასება შენზე რა, ჩემი მხრიდან. ხო და მე ვამბობდი შენზე რომ კეთი არის ჟამხთა ამწერელი 2000 საქართველოს ალბათ 2009-2025 წლები რა. აი ვიღაცა 22 საუკუნეში იქნება რაღაცა 2020-იანებში რა ხდებოდა ალბათ უნდა ნახოს ჯცდ ჩემი აზრით რა. ძალიან გამიხარდება ეგრე რომ იყოს. ხო არა, ყოველგვარი იცი რა არის, აი ხო იცი, ბევრი რაღაც შეფასებაში, მაგრამ მოდი მე ვაფასებ ესე რა, რომ აი როგორც TV show სერიალი რა, ესე რო ვთქვათ. არ ვიცი, საქართველოს ისტორიაში, აი ხა დღემდე რაც არის, აი რა ეგეთი რა სერიალი ყოფილა. რეიტინგი, აი ციფრებით რო იმისჯელ, აი რო დაანებო რა. ყველა სერიალს ჰქონდა თავისი რაღაცა ნიშა, მაგალითად ძალიან პოპულარული იყო ცხელი ძაღლი თავის დროზე. მე შუა ქალაქში იყო ძალიან პოპულარული და ყველას ჰქონდა რაღაც სხვა სიტკომი იყო, მაგრამ ეხლა რას ვამბობ? ჩვენი გასვლა, სიტკომის გასვლა დაემთხვა სიტკომის პოპულარობის პიკს მსოფლიოში და ჩცდ დაემთხვა
იმ პერიოდს, როცა ადამიანებს სერიალზე გული მოუბრუნდათ და ეს აღარ ნიშნავდა პირდაპირ გოიმობას. ამის სერიალის ყურება, ესე პირდაპირ გოიმობას 2000 წლიდან მას შემდეგ რაც სოპრანომ და Twin Peaks-მა მოწმინდეს პირი 2011-ში თუ 2000-ში 2000-ში გამოვიდა? ხო. და ამიტომ სერიალის ყურება არ გახდა, რომ შენ ხარ რაღაცა ისა დიასახლისი ქალი, რომ 80 წლის რა, არა, ყველა უყურებდა. გავიგებდა 19 სეზონი? 19 სეზონი და იმ დროს დაემთხვა, რომ თან გადიოდა რუსთავი 2-ზე პრაიმში, იქაც სათიან ზოლი რომ მოგცენ, ამას ჭირდება ძალიან დიდი კარდ ბლანში, რომ ეს არის ყველაზე მაგ დროს ის ყველაზე მეტი ადამიანი. მოაპრალებ, რომ იმიტომ იყო, რომ ეპოქა დაემთხვა და რაღაცა. დღესაც რო დაწყებული ყავდა, დღესაც ეგეთი იქნება. სხვა რაღაცას ვამ, იმიტომ კი არ უყურებდა ხალხი, რომ დრო დაემთხვა და შემთხვევით ჩვენ გავიჩითეთ კაი ადგილზე. უბრალოდ ბევრი რაღაცის ერთობლიობა ქმნის ხოლმე რაღაცა საკულტო პროდუქტს. ეხლა რომ დამეწყო, შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაევლო ამ ამბავს, იმიტომ რომ მაგ ხელა 40 წუთიან და 9 საათიან პროდუქტ შეიძლება შენი ტოლები და კიდევ უფრო პატარები ხო საერთოდ არც კი ტელევიზორთანაც არ დასხდებოდნენ. მაგრამ ჩცდს ეხლა ბავშვები უყურებენ, იმიტომ რომ ის უკვე დაჭრილი დევს სხვა ფორმატით TikTok-ზე. მე ეს ძალიან მიხარია, ამით ძალიან ვამაყობ. და როგორი გაშავების კამპანიებიც არ უნდა იყოს, რომ ეს სერიალი არის მარტო დედის გინება როგორ ვასწავლო ქართულ კაცს და იმ ხელა ის მომანიჭეს მისია ქვეყანაში, რომ ყველას მე ვასწავლე უზრდელობა და ქვის ღალატი და რა ვიცი, ყველაფრის საშინელება, უჩემოთ არაფერი არ იცოდნენ, რომ ხო, ეს რაღაცნაირად არის განცდა, რომ მე რაღაცა კარგში ვიყავი ჩართული დიდი ხანი და მიყვარს, ძალიან მიყვარს. ეშვილივით უფრთხილდებოდი და ერთ კანონზომიერებას მე ხო იცი კარგად ვიცნობ სამაგისოთ ეგრო იცოდე რომ დიდათ აი ამ მეტაფიზიკური რაღაცების არ მჭერა რა მაგრამ იმის რომ რაში ძდებ ძალიან დიდ რესურსს და სიყვარულს მართლა რომ გიბრუნდება ამის იცი როგორ მჭერა რაღაცნაირად გრძნობენ სხვები რომ შენ ეს ძალიან გიყვარს შეიძლება ადამიანი რომელიც ვთქვათ რაღაცას გიხსნის ვთქვათ კვანტურ ფიზიკას ხო შენ არ გაინტერესებდეს, მაგრამ თუ ხედავ რომ თვითონ მაგრათ აინტერესებს და უყვარს, რაღაცნაირად გული გიჩუყდება მე იმაზე რა და შეიძლება მაყურებელსაც ექონდა რომ გძნობ და მე როგორ მიყვარს. და მე ხა იცი რა კითხვა მაინტერესებს მაგასთან. ეხა ჩცდს რაღაცებზე არ კითხავ რაღაცის იმებზე, მაგრამ ეხა რო არ შევხებოდი ამ თემას, ეგრეთ არ იქნებოდა რა და ხო, არის ჩემი იდენტობის ნაწილი და იმის. მართლა. ხო, აი რომ რაღაცა ჩემზე თუ მკითხავენ, რომ აი რა უნდა ვთქვა, ხო, ეგ არის. ხო, რა ეხა შენ სივში, ეხა ჩცდ არის, ხო, ყველაზე ესე დიდი პროექტი. დიდი და დიდი დრო წაიღო. წაიღო. ხო, და აი ნახე მე ეხა წერალი არა ვარ, მე რაღაცებს ხო წერ რა და ჩემს აი ეგ წერის პროცესი რა სულ ფიქრობდი და აი როდის ვიწყებ წერას ხო და შენ მესმის რომ კიდე სერიალს რო იღებ რაღაცა ვალდებულების პონჩიც უნდა დაწერო ხო რაღაცა ის გაქრა რუტინის პონჩი დავწუნო რომ ამას ემოციურ ან დიდი ემოცია იქნებოდა შენთვის რა ანუ ძალიან დიდი ემოცია იყო ხო ხტო აი თუნდაც სტრესის კონტექსტშიც რა და სიამოვნების კონტექსტშიც რა თქმა უნდა რა ხო და აი მე რა მაინტერესებს იცი რომ აი ეს რაღაც რამდენი წელი მიდიოდა ხო რაღაც 10-12 ხო 12 წელი მიდიოდა და აი 12 წელი აი რაღაც ეს რომ დამთავრდა არ ვიცი ხა დამთავრდა თუ არა მაგრამ დამთავრდა ხო როგორც ისე ამოდა აი რაღაც ეს აი სიცარიელი არ ქონდა რაღაც პერიოდი მაგის მერე ხო იცი თან ბოდიში აი თან როგორც იცი ის ბოლომდე იდეურად ბოლომდე არ დაგისრულებია ხო არა ფინანსების თავის ლოგიკური დასასრული არ ქონდა უნდა წარმოიდგინო სერიალს ამ შემთხვევაში შეგიძლია შეხედო როგორც ცხოვრებას ეს ხო ჩცდ რომ ყოფილიყო მარტო თავი და რაც იყო მაშინ ამოწურავს თავის თავს და მაგ დროს მე ძალიან კარგად მასწავლეს ცხოვრებამ და ვიღაც ადამიანებმა რომ ჯობია დაამთავრო რაღაც ვიდრე გააჯანჯულა წერტილი დასვა რა წერტილის დროულად დასმაც არის ხო და იგანცდა კონდრო თვითონ წერილს მაგრამ ჩვენ რადგან მივამატეთ ბევრი სხვა მივაშენეთ სერიალი ესეც ქართული ბაზრის ბრალი ის ჩცდ აღარ იყო ბოლოს ის იყო ჩცდ ქვია და დაახლოებით 15 სერიალი იყო შეგიძლია ანუ მე სულ წერდი ყველა სეზონზე ჩათვალე რომ ახალ რაღაცას მე რო ჩემთვის კიდე მე 12 წელს ნინა და დათოს ცხოვრებაზე მეწერა ეს ძალიან რთულია რთული იყო ის რომ ეს არის რუტინა ანუ შენ დილით დგები და არავინ არ გეკითხება ხარ დღეს ხასიათზე არ ხარ გინდა წერო არ გინდა ეგ არ არსებობს და ეს რთულია მაგრამ ეჩვევი რა ეხა 12 წელიწადში ყველაფერს ეჩვევი არა თუ მაგას
მაგრამ მე მთავარი ჩემი მოტო რაც იყო, ეს იყო სიყვარული ამის, რასაც ვაკეთებ, ფიდბეკი, რაღაცები მეცინებოდა მთელი გულით რომ ლანძღავდნენ, ან ვიღაცა რომ მომწერდა რომ აი დეპრესია მაქვს და ჩავწექი და უყურებ და მშველის, ანუ ყველაფერი მოქმედებს შენზე. არავინ არ თქვას რომ რაღაცას რო აკეთებ, აი ხა შენ რო გექნება აქ შენი საქმე, ან რაც გიკეთებია და ვიღაცამ გითხრას რომ აი ეს შენი გაკეთებული ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მაგრამ დაეხმარა. შენ შეუძლებელია რომ ამან არ შეგმატოს რაღაც ძალა, რომ კიდე გააკეთო უფრო მაგრად ეგ რაღაც რა. და ან კიდე რომ ერთობა ვიღაც რა. ემიგრანტებისთვის იყო, აი ემიგრანტები იყო გადამწყვეტი კიდე რომ აი ეს ყველაფერი ქართული რაც ენატრებოდათ. იყო მაგრამ ცოტა ამით კომპენსირდებოდა რა. ერთმა კიდე ერთხელ იცი რომ მაგარი რაღაც მითხრა. აი უყურებო და გეტყვი რა, როდის ჩამოვალო, ჯერ არაო. შეცადეთი მიხვდები. შეცადეთი მიხვდები, როდის ჩამოვალო, ხო? მაგრამ თან ხო ეგ იყო მან კიდე კარგი რომ სხვადასხვა კონტინგენტისთვის იყო. ხო, ანუ ეს არ იყო ერთ, ამიტომ პიკზე რო გაჩერდა, ჩვენ გახსოვს არისტოტელეს გრაფიკი რო ვისწავლეთ. ანუ ეს არ გაჩერდა მაშინ, როცა დაღმართზე მოდიოდა. ეს გაჩერდა პიკზე. ეს გაჩერდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ იმიტოა ეს გვაგინებენ, გააგრძელეთ თქვენი დედაშო. მაგას არ ამოჭრი. არა, YouTube-ზე მგონი ჯერ შეიძლება. რუსეთში უკვე აკრძალეს ასე რომ გაითვალისწინე. ხო, ნუ რუსულ. ზოგადად ჯერ არა, მე რა. ხო. გინება, გვინის დალევაც მგონი კადრში, ნენელა ხო. ხო და აი ჩემ კითხვაზე ესე თლად ბოლომდე არ გაეცი ხო. პასუხი რომ აი რომ დამთ აი ემოციურ ფაზა მაინტერესებს რა უბრალოდ რომ ეს სიცარიელეს გზნობ თუ არა? გზნობდი თუ არა. ეს სიცარიელი შევივსე ბევრი სუროგატული რაღაცით, მაგრამ ხო მინდა რომ ხო ეს შეცდო თუ არა რაღაცა. ეხლა ვცდილობ რომ რაღაცას ვაპირებ რომ დავწერო კიდევ რა. მაინც ჩემი საქმე ეგ არის როგორც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩემთვის ადამიანებიც არიან ადამიანები. აი, ადამიანებიც არიან სამუშაო ველი. ხო და მოკლედ, ჩემი ესეთი ინტერესი არის, ძალიან ველოდები იმას, რომ აი გაისვრი კიდე თუ არა რა. რაც ხო რა, როგორც შემოქმედისთვის აი რაღაცა სავალდებულოც არ არის რა. მაგაზე ჩაციკლა არ შეიძლება. არ შეიძლება, ხო. მე უბრალოდ ვეცდები, ეხლა კიდევ გავაკეთო ერთი პატარა სერიალი TikTok-ისთვის. მინდა ან რაღაც სათქმელი დამიგროვდა, მეტი არაფერი, ეხლა გასროლა და რაღაც გასროლა როგორი რაღაცა იცი, მომენტუმის ამბავია. რაღაცები რატო დავიწყე ესე ლაპარაკი, რომ დაემთხვა. ვარსკვლავები დაჯდა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო, რომ გაესროლა. თორე შეიძლება ეხლა გამოცდილების გამო რაღაც უკეთესი დაწერო, მაგრამ მომენტუმი გაგებაზოს ხო. მაგრამ და სხვათა შორის აი ეს ვიტყვი, რომ შენ შემთხვევაში უკვე რადგან ეგ მომენტუმი ქონდა უკვე ამის კიდე უფრო რთული არის, რომ ეხლა კიდე ეგ მომენტუმი დაიჭერა. მაგრამ გისურვებ, რომ იმედია დაიჭერდა. პირიქით შენი გულშემატკივარი ვარ და ძალიან გამიხარდება რა. მეც გამიხარდება შენც რომ დაწერ იმას რაც დაიწყე. რაც დავიწყე ხო აუცილებლად. ხო და ეხა ბოლო ეტაპზე ეგეთი რაღაცა პატარა ბლიც კითხვა მოგიმზადე თან თამაშით. ბლიცები მოდაშია. აბა. ათლად ეხა გამრავლების ტაბულა არ მკითხო დაღლილი ვარ. ხო და მოკლედ ეხა არის 8 კითხვა არის დასმული. და ამ 8 კითხვიდან 4 არის ChatGPT-ის დასმული კითხვა. 4 არის ჩემი. ხო. შენი დავალება არის კაია ხო დავალებებს რომ აძლევი. შენი დავალება. ერთი ხო. შენი დავალება არის რომ გამოიცნო ვინ არის ChatGPT და ვინ არის ერეკლე და პასუხით უპასუხო რა. კაი. ოღონდ რო წაიკითხა, სინტაქსი დაიცავი. ან ზუსტად ისე წაიკითხე როგორც წერია. ხო. რომ მივხვდე ChatGPT-ს. რომელი წიგნის პერსონაჟთან ან არტისტთან იგულისხმება პოეტიც, ხატვარიც, მუსიკოსიც და ასე შემდეგ დაჯდებოდი პოდკასტში სასაუბროდ, სადაც შენ ხარ რესპონდენტი და თან უკვე მთვრალი. ეს შენი ხო, შენი კითხვა არის. და ანუ ჩემგან აიღოს ინტერვიუ, თუ მე ავიღო? არა, შენგან ხო რა, ანუ ჩემს ადგილას ვინ გინდა რომ იყოს? და მე რომ მთვრალი ვიყო? ხო. შენს ადგილას არა, მაგრამ ზოგადად ძალიან მინდა რომ ჩემგან ინტერვიუ აიღოს უცნობმა. კარგი. კარგი, ძალიან საინტერესო პასუხი იყო. ესე იგი, მეორე კითხვა. ფული უფრო მნიშვნელოვანია ადამიანს კონდეს თუ შავი იუმორი? ესეც შენ ხარ.
ხო, მე. ფული, აუ. იცი რა, ჩემთვის მაგალითად, ჩემთან რო იმეგობროს. შავი უმორი უფრო დაჭირდება, მაგრამ მე პირადად ფული უფრო ჭირდება. კარგი, გასაგებია პასუხი. ესე იგი, მე შემდეგი კითხვა. რა არის ყველაზე გადაფასებული თვისება, რომელსაც საზოგადოება კარგ ადამიანობას ეძახის? ეს არის ChatGPT. ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერს არ ვიცი. თუ გინდა არ გას. გადაფასებული რას ნიშნავს? გადამეტებული თუ ხო, რომ აი გადაფასება რომ მოხდა თუ რა უნდა? აი ხო არ ვიცი, მაგრამ აი როგორც გინდა ესე გაიცნოს. გადაფასებული თვისება, რომელიც ანუ რა არის ყველაზე გადაფასებული თვისება, რომელსაც საზოგადოება კარგ ადამიანობას ეძახის? მე თუ გინდა გაგცემ პასუხს. ქველმოქმედება. მართალი. შემდეგი კითხვა. რომელი ფილმის ფინალს შეცვლიდი და როგორ დაასრულებდი? ეს ხარ შენ. არა, ChatGPT. რომელი ფილმის ფინალს შეცვლიდი? ისე მე ჯერ სანამ მოვიფიქრებ, დროს მოვიგებ და გეტყვი ტარანტინოში როგორ მიყვარს ფინალებს რო ცვლის. ხო, რეალური ცხოვრება. ხო, აი ძალიან მიყვარს ეგ. როგორ უნდა ხოლმე რომ ყველაფერი ეგ არის დემიურგობა, ღმერთობა, ისტორიის შეცვლა რა. და მე რომელი ფილმის ფინალს შევცვლიდი? ყველა ფილმი რომელიც მიყვარს, მომწონს თან ფინალის გამოც. და ამიტომ ძალიან მიჭირს რომ ეს დავაკორექტირო ყველაზე კარგი რაც არის. არ ქონია ეგეთ ფილმი რომ მოგწონე, მაგრამ ფინალი არ მოგწონებია? არა. არა, ხო. იმიტომ რომ ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. მე თუ გინდა გეტყვი რა შევცვლიდი. მიდი, აბა მითხარი. ქარწაღებულებს შევცვლიდი ფინალს. როგორ? ნუ არ მოკლავდი იმ ბაუშვს და დავტოვები და ეცხოვრათ ერთად, იმიტომ რომ ისედაც დიდი დრამა იყო რა მაგათ შორის, მაგათ ურთიერთობაში. ხო, და აი გეუნები შენ კეთილი ხარ და მე არა, საერთოდ არ გამხსენები. კარგი, შემდეგი კითხვა. რა არის ის, რასაც წარმატება ვერ ყიდულობს? წარმატებული რო ხარ და იმას ვერ იყიდი? ანუ ნახე შენი წარმატებულობიდან გამომდინარე, მაგ რაღაცას ვერ იყიდი. ეს არის ვნებები. ვნებებს, აი ანთებულობა, მიზიდულობა, აი ამ რაღაცებს მართლა ვერ ყიდულობ. შეიძლება იყიდო ამის სუროგაცია და ვიღაცას უთხრა რომ ეხა ითამაშე, თითქოს ძალიან გაინტერესებს მე რას ვლაპარაკობ. და გადაიხადე ამაში, შემიძლია გადაგიხადო 5000 ლარი რომ ისმენ, მაგრამ ან გიყვარვარ, ან გაინტერესებს, აი აღფრთოვანებას, აღტაცებას, ვნებაში რაც შედის ყველაფერს, არ შველის ფული რა. ამიტომ მე ძალიან სირაზეა აგებული, რომ ვიღაცა თავი ფულით ყიდულობს იმას, რასაც რეალურად ვერ იღებს და ფული მაგიტო გჭირდება, რომ ამის ფიქცია მაინც მოხდეს იმის, რასაც რეალურად ვერ იღებ. ამიტომ არის ხოლმე, რომ აი მაგალითად რატომ არ მიდიან პროსტიტუტებთან, რომელიც უფრო იაფია შეიძლება, ვიდრე აი ვიღაცა რო იცის რომ არ უყვარს, იყენებს ფულის გამო 1000 ჯერ მეტი უჯდება, მაგრამ აი რაღაც სუროგაცია ჭირდება, გზნობების და იმის და მართლა ვერ იყიდი. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ფულის და ძალაუფლების გამო შეუყვარდი, ან შეძულდი, მტრობასაც ჭირდება ნება და ძალიან ბევრ ნამდვილ გზნობას ჭირდება ნება და აი ამას მასტერკარდით ვერ იმას. ვისი დასმული კითხვა არის ეგ? ChatGPT-ის დასმულია. ChatGPT-ის დასმულია კითხვა. კაი, შემდეგი კითხვა. ცოტა დარჩა. კრიზისში ყოფნის დროს აუცილებლად გჭირდება ემოციური მხარდაჭერა ვინმესგან. თუ მარტო გირჩენია რომ გაუმკლავდე. არა, მჭირდება. ვის დასმული კითხვა? მხარდაჭერა. ეს წამიკითხე თავიდან. მე იმას დაუყვირდი შინაარს და ფორმას მივხედავ. კრიზისში ყოფნის დროს აუცილებლად გჭირდება ემოციური მხარდაჭერა ვინმესგან. თუ მარტო გირჩენია რომ გაუმკლავდე. ChatGPT. შენი? კი. ალბათ აქ შვილი არის შეიძლება პასუხი, ხო? პასუხი არის ჩემი შვილი, კი. ძალიან კარგი. ესე გამოდგა, რომ ნუ ყავს ხა ესეთი ადამიანი, ვისაც შემიძლია რომ თავისუფლად ვიღნავლო. ძალიან კარგი. ესე იგი, ბოლო ორი კითხვა დარჩა. რა არის ის ტყუილი,
რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ეუბნებიან. რა არის ის ტყუილი? ეს ჩვენ შეგეძლო სამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ გამოგდის, კარგად ხვდები in general ხოლმე ადამიანების რაღაც კი, მაგრამ ყველა სხვა რაღაცას ვატყუებთ ჩვენ თავს. მაგრამ ის რა შეიძლება იყოს ის ერთი რაღაცა, რაც ყველას მეტნაკლებად გვაერთიანებდეს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად. არა, მე მგონია რომ ყველაზე ხშირად საკუთარი თავიდან გამომდინარეც და კაცობრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე, სულ მგონია ხოლმე რომ აი ვიღაცასთან რომ მართალი ხარ, ამას ატყუებ შენ თავს. ყველა კონფლიქტში შენ მხარეს რა არგუმენტები და სიმართლე, მაგრამ შენ შეიძლება სხვა რაღაც იგულისხმე. ღმერთის არსებობა. ჩემი დასმული კითხვაა, გონია? არა. შენ დასმული კითხვა კი არ მგონია, შეიძლება მეთქი კითხვაში იგულისხმება, რომ მთელი კაცობრიობა რას ატყუებს. არა, ეგრე არა, მე მგონია რომ აი რაღაც კონფლიქტის დროს თუ თავს იპრავებ საკუთარ თავთანაც ვე. ხო, მეც აი იცი რატო ვაგინე? და მერე იგონებ არგუმენტებს და არ აღიარებ, რომ შეიძლება ვიღაცასთან უბრალოდ არ იყო საერთოდ მართალი. კაი, ეს ვისი კითხვაა? ეს ChatGPT-ის. კი. და შემდეგი კითხვა. ეხა უკვე მათემატიკურად შენი უწევს. ხო, დათვალე, რამდენი ის იყო? კაი, მაშინ ეგეთი კითხვა. შენ კარგად თამაშობ პოკერს? მე არა. არა, არც მე. ბოლო კითხვა არის ესეთი. საკუთარი თავის შეგშინებია ოდესმე? ეგეთი მასშტაბური ადამიანი არ ვარ. რომ აი ჩემგან რაღაც ძალიან დიდი საშიშროება მოდიოდეს. არა, შენ ვარ. ან ეგეთი რაღაც მეფიეშმაკეული და ისა. ჩემი თავის შემშინები არა. მაგხრი უწყინარი ვარ, ანუ აი რაღაც ისეთი იდეა. ის რო ეხა ვიღაცებს მაგრად დავსჭიდი. მაგის ვაფშე არ მეშინია, უბრალოდ ბერკეტები არ მაქვს. სხვებს ეშინოდეს ჯობია. ხო, მაგრამ ის რო აი ზოგჯერ გეშინია, რომ რაღაცაზე ხარ, რაღაცის მკადრებელი ხარ, ესეთი მასშტაბური ბოროტებას ვამბობ, ეგეთი რეალობის წინაშე მართლა არ. არა, შეიძლება იცი მაგალითად სიტყვაზე რაღაცაზე აფექტში ჩავარდი გაბრაზებულზე რა სიტყვაზე და რა ვიცი, ლანძღე, იყვირე, რაღაცა ცუდი სიტყვები უთხარი. იცი, მე ეგ ხო ადამიანურია. შეში რა არის, იცი რომ აი მე რო შევატყო ერთხელ ჩემ თავს, რომ მზად ვარ ჩემი რაღაც კონკრეტული მიზნის გამო ვიღაცა მოვკლა, ეს რო აღმოვაჩინო თუნდაც ჩემთვის. ცალკე არავინ რო არ გაიგებს ისე, ხო, ამის შემეშინდებოდა. ან რო ვიკადრებ მაგალითად, რომ მქონდეს განცდა, რომ აი აქ დაგრჩა $10,000, ვიცი რომ ჩემზე არ იფიქრებ და ჩემ თავს შევატყო რომ რა მომენტ ამღები ვარ. აი ეგეთ რაღაცები მართლა არ შემიტყვე ჩემ თავს. შეიძლება არ ყოფილა ასეთი ფორს მაჟორი, სადაც აღმოვაჩენ, რომ მე შეიძლება ვიყო ძალიან საშიში ადამიანი. რაღაცნაირად იცი რა არის, აი ვიღაცები ვამბობენ ხოლმე, რომ მე არ ვიყიდები, ძმაო. ეს რო გადაამოწმო, ჯერ უნდა მოვიდეს ვიღაცა, ვინც ყიდულობს და გაძლევს, გთავაზობს ამ რაღაც ძალიან დიდ თანხას და მე უკვე შეგიძლია თქვა, რომ შენ არ იყიდები, იმიტომ რომ აი ყიდულობდნენ და არ გაიყიდე. სანამ ეს რეალობა არ დგას, რომ შენ ვიღაცა რაღაც ეშმაკთან კონტრაქტის დადებას გთავაზობ, შენ არ იცი რაზე ხარ წამსვლელი. ხო, ფაქტის წინაშე სანამ არ ფაქტის წინაშე, ეხლა თუ არავინ არ ყიდულობს, არ იცი გაიყიდები თუ არა. კი, შეიძლება თქვა, რომ მე არ გავიყიდები, მაგრამ როგორც წესი, სიტყვა და განსაცდელი სხვადასხვა რაღაცა. განსაცდელში რას ვაკეთებთ ჩვენ? არჩევანს და ეს არჩევანი მე ჩვენ გაგვსაზღვრავს და ეს განსაზღვრება მე თუ დაგიგროვდა იმდენი რომ შენ თავზე შეგიძლია თქვა რომ რაღაცას არ იკადე. მე უბრალოდ იცი რა ვიცი, რატო არ მიფიქრია რომ აი თქვა ჩემი თავი შემეშინდა ან რაღაცა. აფექტის დროს მაგათად ხო არის რომ ვიღაცას იცი რომ ხელში დანა თუ გიჭიროს, ეგეთი აფექტები არ მახასიათებს და მიხარია. მე ბოდიშ ეგ ხო იცი ინტელექტზე მეტ. ანუ რაც უფრო დიდი ინტელექტი გაქვს, უფრო ნაკლებად და იშვიათად ვარდები აფექტში. ანუ რაც უფრო ხშირად ვარდები რაღაცა მარტივ რაღაცები აფექტში. იცი რა, ცოტა ფარისებრის ამბავი შეიძლება იყოს. ფარისებრის? ჯირკვლის. ანუ ჰორმონალურადაც შეიძლება. არა, ხო, მაგრამ ანუ აი არის რომ უცბად ვარდები ფიზიოლოგიურ აფექტს. ემოციურ ლაბილურობას გულისხმობ? ხო, ნუ ეხლა ლაბილური ფსიქიკა თუ აქვს ადამიანს, ის არის. აი ასევე მაგალითად ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გოგოების, ბიჭები, ჩეინტოლები, აქ სულ ყველა ესე ხარ. აი ემოციურად ლაბილური ადამიანის თან манипуляციებიც არის ძალიან სახიფათო. შეიძლება ცუდად დამთავრდეს, ხო? ანუ გადაგეკიდოს
დაგსტალკოს, მე ძალიან ცუდი რაღაც ანუ ვიცით ხო ეს პრობლემები შეგიქმნას და აი ეს თამაშები თუნდაც შადელო დელაკლოს ფილმში რომ რაღაცნაირია ეს თუნდაც ეროტიული თამაშებში შეყოლა ასეთ ხალხთან, იმიტოა მე აი ესეთი ძალიან რეზონანსული და მძიმე кейსები ხოლმე, რომ აი ვიღაცას გადაეკიდა, ბავშვს ართმევს, ქონებას ართმევს, ერთი ამბავია და რაღაც ასეთი. მაგრამ ერთი რაც ვიცი და რატო არ მეშინე რაღაცების, აი ამას დავასრულებ, რომ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარმა თავმა არ შემაწუხოს, ანუ სინდისმა. ხო. შეიძლება რაღაცებს ვაკეთებ, აბსოლუტურად მიუღებ. ჩემთვის უკითხავთ ხოლმე, რომ რატო ხარ ამა თუ იმ პოლიტიკური შეხედულების, რატო ფიქრობ ამაზე ასე, რატო არ გწამს ღმერთის ისე, როგორც მე მწამს. აი ეს რაღაცები ვიღაცას მიაშინე, რომ არის ჩემი ცუდი ადამიანობის გამოხატულება, მაგრამ მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე რას ჩავთვლი ჩემ თავზე, რომ რაც არის ძალიან basic, უბრალოდ არჩევანი რომ გავაკეთე ეს არჩევანი. და თუ შემაწუხებს სინდისი, მე თუ ისე მოგექცევი, რომ მე სინდისი შემაწუხებს, აი ამას ყველაფერი მირჩენია. წყნარად მინდა რომ ვიყო ჩემ თავთან და ეს გამორიცხავს იმას, რომ რაღაცა კატასტროფები ვაკეთო რა, არ მინდა, ძალიან დისკომფორტია. ბავშვობაში მიქნია ერთ იცი როგორ მახსოვს და მოყოლილიც მაგ მეგობრებთან და აი შენ პოდკასტშიც მოვყვები არ ვთქვი მოკლედ მასწავლებელზე დაწერეს რა ფურცელზე რაღაც კატასტროფა საშინელება აი პოდკასტშიც რო ვერ გაიმეორებ ისე პატარები ვიყავით და სხვა ბიჭს დააბრალეს რა ჩემს გვერდით ვინც იჯდა და დიდად არ მომწონდა ეს ანუ არ მქონდა ამ ბიჭის მიმართ რაღაც ემოციური ბმა ცოტა პირიქით მაწუხებდა კიდევაც რაღაცნაირად ხო იცი ბავშვობაში გოგოებმა როგორ იციან აი არა ხო აი ვინც კარგად ექცევა მაინც იმას ვერ იტანე ხოლმე და ვინც უდად ექცევა იმაზე დასაჯეს ხვის მაგივრად რომელი ჩემი კლასელიც უფრო მესიმპათიურებოდა შედარებით ამასთან და ძალიან დასაჯეს თან მაშინ სხვანაირად სჭიდნენ და ხმა არ მომიღია საერთოდ. მაგრამ იმდენი ხანი მეზიზღებოდა ამის გამო, თან პატარა ვიყავი რა მაშინ და იმდენი ხანი მეზიზღებოდა ჩემ თავი ამის გამო, რომ მე მივხვდი რომ არ არის ჩემთვის რა ეს კომფორტული მდგომარეობა, რომ ესე ცუდად ჩემ თავთან მე რასაც ჩავთვლი ცუდად. თორემ ჩემ ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ მოგქცეულ ვარ ისე რომ ვიღაცას ეგონა რომ კატასტროფულად ცუდად მოვეკეცი ან მოვიკეცი ან გავაკეთე რაღაც ისეთი მაგრამ მე არ მეგონა ასე ხო და იქ მე მქონა განცდა რომ აი მე უყურე ძალიან ბედნიერად სრული ისეთი ფეხებზე მკიდიაობით ერთი ადამიანის მაგერად მეორე როგორ დასაჯეს პატარები ვიყავით რა 7 წლის მაგრამ ძალიან შემაწუხა მე თრილერს ყვევი თან 7 წლის ბავშვები 7 წლის ბავშვები მაგრამ ცუდი რაღაცა ახალი მასწავლებელი წერა და მასწავლებელზე 300-იან რაღაც ნუ აი და მაშინ მაგის გამო ძალიან ჯდიდან იმიტომ რომ ეს არის როგორი ამბოხის გამოვლინება იცი მაშინ ახლა ესე ვიწყედით მერხზე და უცებ მაგას რო გაბედავს პატარა ღლაპი და აი არანაირი ის არ მქონდა და მივხვდი რომ ვიყავი უცუდესი ადამიანი მე ვეცადე რომ ეგეთი მომენტები ცხოვრებაში აღარ მქონდეს. ეხლა ვარ 50 წლის. მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი ესეთი სიტუაციები. არ ვიცი ხა თუ შეგაშინებე, ხო იცი ერთხელ ერთ ჟურნალისტს კითხეს რუს რომ აი შენ სამშობლოს რო გაყიდიო რა. აი რაღაც პათეტიკური კითხვები რო და ამან თქვა რომ არა რა თქმა უნდა. არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ. მაგრამ ტრაქში პაიელნიკს თუ გამიკეთებენ და დენზე შეერთებენ, რა ვიცი რას ვიზამო რა. ეს ჩემინებით არაფერს თუნც არ გავაკეთებო, მაგრამ რა ვიცი რას დამაწალებენ და ცხოვრება რა განსაცდელის წინაშე დამაყენებსო. იცი რა რომ მეკითხებოდი გაკვეთილზე, ესეც არის გაკვეთილი, რომ შენმა უნამუსობამ დისკომფორტი თუ შეგიქმნა ერთხელ ორჯერ სამჯერ. ზოგჯერ არის რომ ვიღაცა შეიძლება ეჩვენებოდა შენ საქციელი უნამუსო და შენ არა. უნამუსო ადამიანები მაგათაც უესე არიან. ბევრს გონია რომ უნამუსო თვითონ არა. მაგრამ ჩემთვისაც ეგ არის რა მნიშვნელოვანი, რომ მე არ უნდა ვიყო ჩემ თვალში უნამუსო. და ბოლო კითხვა დავსვა თუ კაი ერთ ბოლო კითხვას დავსვამ და აი წერის პროცესში რა აი არ ვიცი როგორი კითხვა შეიძლება გამოვიდეს მაგრამ მე მაგალითად აი იცი რა მომწონს წერის პროცესში რომ როცა წერ ძალიან გულწრფელი ვარ ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო იცი მას სხვანაირად აზრი არ აქვს სხვანაირად ისა ხო და ანუ შენც აი წერის პროცესში სულ გულწრფელი იყავი ჩემი აზრით ჩემ სათქმელში ანუ აი ხო არის ყველა ტექსტს აქვს თავის გზავნილი. აი ამ გზავნილში მე რისი თქმაც მინდოდა,
ხალხისთვის და ეს ბევრჯერ გულისწყრომას იწვევდა, ბევრჯერ პრეტენზიას, ამაში ვიყავი გულწრფელი. ჩემი მაგიტო გამოვიდა კარგიც, იმიტომ რომ მართლა აი მაგრამ შეიძლება რაღაცეებში გულწრფელი არა, ინტერვიუში და იმაში. არა, ეგენ ხო მესმის რა თქმა უნდა, მაგრამ აქ გონია რაღაცა ძალიან გულწრფელად ვილაპარაკეთ რა. იცი რა, ეგეც რაზეა იცი დამოკიდებული. ადამიანი როცა გრძნობს და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ასეთი დიალოგები გქონდეს, რომელიც გრძნობს, სადამდე შეიძლება რომ თქვა გულწრფელობის ბევრი ის ხო არის შრედა, ფაზა და ეხლა ყველაფერს ყველგან ყველა ვერ მოყვება, ამას შეიძლება არ გააკეთოს ეს ადამიანმა აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაშიც კი რომ ყველაფერი თქვას და მით უმეტეს საზოგადოებაში სადაც ძალიან სახიფათოა ხო ეგეთი გულწრფელობა. წერის დროს ეგ მაგარია ძალიან, აი რაღაცა პერსონაჟი შემოყავს, ის შემოყავს სცენას დაწყობ რაღაცეები და მაგრად ერთობი რა. კი. და სხვას უნდა კონდეს იდენტიფიცირება პერსონაჟებთან და ზოგჯერ ის შენი გულწრფელობაც ვის რაში ჭირდება, ეხლა ვის რაში აინტერესებს თქვათ რა. ხო, არა, ეგეც არის. მე პროსტა ერთ-ერთი ხალხან წერის დროს მეშინოდა იმის, რომ აი რაღაცას რო წერდი, ხო, რაღაცა ვიღაცა ანტაგონისტ პერსონაჟზე ან რაღაცა ეგეც რა. ანუ არ მინდოდა რომ ვიღაცა ხალხს ეფიქრა რომ მე ვფიქრობ მაგას რა. ანუ ხანდახან ხო არის რომ ამას ხო იცი ერეკლე რომ ვერაცდები. იმიტომ რომ ეს პრობლემა აქვს მსახიობებს და სულ ამას ყვებიან და სულ ამაზე წუწუნებენ, იმიტომ რომ აიგივებენ პერსონაჟს. ხო, მსახიობს კიდე დაართულადაა. ძალიან აიგივებენ და ზუსტად იმ თვისებებს მიაწერენ, რაც პერსონაჟს აქვს და წერლებს ერთხელ ლიმონოვი რო იყო მწერალი, ხო გახსოვს, ედუარდ ლიმონოვი. რაღაცა საშინელი სექსის სცენა ეწერა თავის იმაში კაცთან, შავკანიან კაცთან და წამოაძახეს პოლიტიკურ დებატებში, მე პოლიტიკოსი გახდა. ანუ ესე უნდა, ანუ წიგში რაც ეწერა, ეხლა ამას მიყვები როგორც ჩემი ბიოგრაფიის ნაწილს. სისულელე. ხო და მაგრამ ნუ თუ გადაწყვეტ წერილობას გულწრფელობაზე სურატო ვლაპარაკობ და გულახდილობაზე. წერილობას თუ გადაწყვეტ, ეს ნიშნავს, რომ შენ გაიაზრე, რომ მოგხვდება პერსონაჟების და პირველ რიგში დაწერილი ტექსტების გამო. ეგ დავიკიდე მე უკვე და ბოლომდე ჩავაჭირე. კი. კაი, ქეთი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მადლობა შენ. ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი და რავი, მეგობრებო, მოკლედ შეგიძლიათ წარმატებას გისურვებთ თქვენ ბარს. აქედან გამოდიოდეს სულ ბედნიერების, ხმაურის, დალევის და სადღეგრძელოების ხმა. სადღეგრძელო მაინც იყოს რა. იყოს კი. სხვა შორის მინდა ეს ქართული ფიალაც მქონდეს ეგეთი ჭიქასავით რომ მომუნდეთ რაღაცა ძველი. სადღეგრძელოც ხო იცი რა არის. მერე დაკნინდა თორე. რაღაცა რო გინდა თქვა, საშუალოდ გულწრფელი იყო, ემოცია გამოხატო, ხელში ღვინით ცოტა შემთვრალი, კარგი მომენტია, რომ მაგათაც ვიღაცას უთხრა, რომ გინდა რომ კარგი უსურვო და ეხლა ესე სადარბაზოსთან გერიდება და ღვინო და ბარი და ეს გაძლევს მაგის საშუალებას. ასე რომ გაუმარჯოს შენს წამოწყებულ საქმეს, წარმატებას გისურვო და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში ყველაფერი გამოუვიდეთ. არ წავიდნენ და ვინც წასულია ყველა ჩამოვიდეს და აქ გააკეთოს რაღაც. ნუ, კაი სადღეგრძელო გამოგივიდნენ. აბა, მითხარი მე შენ თამადავარ მე. მოკლედ, მეგობრებო, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემს სივრცეში, დალიოთ, გაერთოთ და მე კიდე უფრო სხვა ადგილებში წახვიდეთ გასართობად რა. ძალიან დიდი მადლობა თუ გვიყურეთ და თუ მოხვალთ ჩემ ბარში კიდე უფრო გამახარებთ. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.